მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან მიმძიმს დღეს ეთერის დაწყება, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ, როგორი განვითარდა მოვლენები დღეს ამ სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ჩვენი ქვეყნისათვის. და სამწუხაროდ ამ ტრაგედიას ბევრი სათავისოდ იყენებს იმისათვის რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწეროს და შემდგომში სპეკულაცია მოახდინოს მოსახლეობისა რომ აი ამ ტრაგედიებით თავდაცვის სამინისტროს შენაერთები უკვე შევიდნენ დასავლეთ საქართველოში, გურიაში და მიემართებიან იმ რომ განახორციელოს სამაშველო საქმიანობა. ეხა იცით 1985 წლის შემდგომ არ ყოფილა აი ესეთი უბედურება ეს ბოლოს აი ესეთი ამხელა თოვლი სწორედ ამ დროს მოვიდა და პრინციპში ამ სტიქიასთან ხშირ შემთხვევებში ძალიან ძნელია რაღაცის გათვლა, იმიტომ რომ ეს მოულოდნელად ხორციელდება, ესეთი უბედურება დაატყდება ქვეყანას თავს. რა თქმა უნდა, გაწმენდითი სამუშაოები მიდის ასევე დახმარება მოსახლეობისა, მიეწოდება სტიქიის ყოს დაზარალებულ ადამიანებს ეს გარკვეულწილად დახმარება საკვებით, წყლით, მაგრამ ამას არავინ არ აჩვენებს, რა თქმა უნდა, ეს ნაცმედია საშუალებები მხოლოდ დაგეშილები არიან, რომ დრამატიზირება მოახდენონ მოვლენების, მხოლოდ და მხოლოდ ხდება ის, რომ წარმოჩინდება ისე სურათი, რომ რაღაც აპოკალიფსურ სიტუაციასთან გვაქვს ჩვენ საქმე. მარშველები შედიან და გამოყავთ დარჩენილები აი უმწეო ადამიანები, მოხუცები, ბავშვები და ასევე გაწმენდითი სამუშაოებიც მიდის. ამ წუთასაც ჩართული არიან, მე ველაპარაკე სადაც შემოვიდოდი სტუდიაში, ველაპარაკე რამდენიმე სოფლის წყურებულს, განსაკუთრებით გურიის რეგიონში და თავდაცვის ძალები აპირებენ მთელი ღამით მუშაობას, რომ არავინ არ დარჩეს უყურადღებოდ. არავინ არ დარჩეს უყურადღებოდ და ეს ნაძირლები, ეს ნაცხროვა, რომელიც აი ამ ყველაფერს იყენებს სათავისოდ, რომ როგორმე აი ხა თითქოს ესეთი სიტუაცია შექმნა, რომ კაციშვილი არავის არ ეხმარება, ვითომ ესე იგი მიტოვებულია ადამიანები, აი ამითი დრამატიზირება სურთ მოვლენების. კადრებიც გავრცელდა, როგორ შედის თავდაცვის სამინისტროს შენაერთები და რა თქმა უნდა, იცით, ჩვენ ერთ რამეს უნდა შევეჩვიოთ, რომ როდესაც ადამიანებს თავს დაატყდება ტრაგედია, ერი უნდა ერთიანდებოდეს. და არა უნდა ვიყოთ ჩასაფრებული პოზიციაში, რომ რაღაცნაირად პრობლემები შეუქმნათ ქვეყანასაც და იმ მოსახლეობასაც. იმის მაგდივრად, რომ ყველა გარკვეული დახმარება გაუწიოთ სახელმწიფოს, რომ აი ამ ძნელბედობის ჟამს, რომ რაღაცა თუ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, ითქვას უნდა, რომ სადღაც რაღაცა პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადად ყველა ტრაგედია გამოყენება ხდება ნაცმოძრაობის და მისი ხროვის მიერ იმისათვის, რომ რაღაცნაირად დრამატიზირება მოახდინოს სიტუაციის. ეხლა ადამიანი რო უყურებს ტელევიზორს, გული ხო არ უნდა გაუხეთქოთ ჩვენ მოსახლეობას, არა? ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ტელევიზორსაც ვერ უყურებს, ისეთი მძიმე სიტუაციაა, დიდი თოვლი მოვიდა, 2 მეტრა არის თოვლი. მე დარწმუნებული ვარ, ის ზარალიც, რომელიც განიცადა მოსახლეობამ, ბევრ სახლის მძიმე მდგომარეობა არის გურიაში. იმიტომ რომ იცით, ხალხი არის მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით მიტოვებული და გაჭირვებული რეგიონია ყველაზე მეტად გურია. იცით რატო, რომ ესე იგი, აი არ ვიცი, ჯერ იყო და აი თხილით უნდათ ამოესუნთქათ ამ ხალხს და ის თხილიც ამ ფაროსანამ გაანადგურა ეს მოსავლები.
მერე იყო ეს ციტრუსი, რომელმაც ვერაფერი შვება ვერ. აი, ყველა რეგიონს რაღაცნაირად ყურადღება ექცევა და გურია თითქოს ცოტათი ამ კუთხით მეტ დახმარებას საჭიროებს. იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად ბევრი სახლი სახურავი იმიტომაც ჩამოიშალა, რომ წასულია დაცლილია სოფლები. აი, სკოლები გაიხსნა, ბაღები გაიხსნა და კონტინგენტი არ იკრიბება, იმიტომ რომ ხალხი არის გასული სოფლებიდან. და როდესაც სოფელში ახლა ორი კაცი ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ის ორი კაცი ყველა სახლს ვერ მოახდენს იქ რომ სახურავი თოვლისგან გაწმინდოს. ახლა მეც იქიდანა ვარ წარმოშობით, ახლა ძალიან მიმძიმს, რომ აი რომ უყურებ ამ კადრებს და ზოგიერთმა იდიოტმა ამაზე ღლიცინობისათვის მოიცალა, რომ ადამიანების ტრაგედიით იღლიცინოს და იმასხარაოს რა. აი არ მინდა ზოგჯერ იცით რა ვიკავებ თავს ყველას ხო არ ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი არ გინდა რომ რაღაცა კრიტიკული თქვა, იმიტომ რომ ისედაც ჩვენი გადაცემით კრიტიკა ბევრს არაკლია და არ მინდა აი ზოგჯერ არ გინდა ადამიანს უთხრა ის რომ ნაძირალა არის, მაგრამ აი გაიძულე რომ თქვა ნაძირა. შეიძლება ეხა იუმორისტული რაღაცეებით, ჩანართებით მას ხდა რა ქვია რაღაცა ეხა ხო შეიძლება სადღაც იუმორი საგან გაატარო? და ესე იგი შევედი ერთმა იდიოტმა პოლიტიკოსმა დაწერა რაღაცა იუმორისტისა და რაღაცა ვითომ გაიყუმრა, ჯერ ესე იგი ხალხი იხოცება, რა გეხუმრება შე იდიოტო შენა. და მე ნახე ესე იგი სმაილები, ერთი 100 კაციც ამაზე ხითხითებდა. თქვენ უპატრონოებო თქვენა. ეხა იქ რო იყოთ იმ გურიაში და იმერეთში ერთი მაინტერესებს 2 მეტრა თომში და იქ იყოს და ესე რო წაიკითხავ ამას რომ დაცინის სიმხა. ერთი ჭუაზე დადგები თქვენ? იდიოტები ხართ, გეუბნები, აი ერთმა რუსმა მეცნიერმა თქვა რომ ქართველები დაავადნენო და დაავადდა სამწუხაროდ ამდენი შიზოფრენიკისაგან. აი ენაზე მადგია ეხლა იმ ნაძირალა პოლიტიკოსის გვარი და სახელი, ვინც აი გურულები მასხრათ აიგდო. და მე მიხვდა და წაშალა ის Facebook გვერდზე თავისი ნაბღაჯნი. და ყველაზე უფრო ნაძირლები აი კიდე იმას სმაილიკებს რო წერდნენ იმ სასაცილოდ. შეიძლება ადამიანების ტრაგედია რაღაცა სასაცილოდ გამოეხა. იუმორს ვინ მასწავლის? მე და იუმორით ცოცხლობ და აქ ამ გადაცემაშიც მაკუთხით ნაკლეო არ მაქვს. გააჩნია როდის და სად იცინი და სად ღლიცინებ რა. იქით ვიღაცები კაი ბოდიში და ღლიცინებენ, აქით ამ ხელისუფლებას ვიღაცები ურტყამენ, გეუბნებით ეს არის საგიჟეთში ვცხოვრობ ჩვენ ზოგჯერ რა. საგიჟეთში, ეხა როგორ ფიქრობ თქვენ ეხა ქვეყანას ხელისუფლება დატოვებ და იმის გარეშე რომ ადამიანებისთვის დახმარება 1985 წლის მერე არ მოსულა ამ ხელათოვლი. ეხა გასაგებია გამოაცხადეს რომ იქნებაო რაღაცა, მაგრამ არავის არ ქონდა ეხა იმისი წარმოდგენა რომ ეხლა უცბად ჩამოიქცეოდა ცა და ამ ხელათოვლი მოვიდოდა. ცხოვრებაში ეხლა 47 წლისა ვარ და ამდენი გურიაში ამ ხელათოვლი არასდროს არ მინახია მე. ვინი ფიქრებდა ამას? ხდება ესეთი რაღაცეები და ამის გამო უნდა ესე იგი წინასწარ ეს ნატო გოგელია, რომელიც დაწწოდა იქა ადამიანების გულის გასახეთქად იქა სიუჟეტებს აკეთებს, რომ ხდება ინგრევა იმ რა უბედურებაა ესა. ან როდის იყო რომ ეხა ყველა სოფლის გზა შეიძლება რომ ტრაქტორი მოძრაოს ყველა სოფლივ ეგეთი რამე ამერიკა ვერ ახერხებს ამას და საფრანგეთი და გერმანია და ნახეთ ერთი სტიქიის უბედურებები რო ხდება სხვადასხვა ქვეყნებში და რა ხდება იქ ესე ყველა უცბად რა ვიცი აგერ ამერიკაში რო დაიწვა ის ხოლი გადაიწვა მთელი სანაპირო ვერაფერი ვერ უშველეს მე კი არ ვამართლებ ამას მაგრამ რაღაცა ცოტა გარკვევით და გაგებითაც უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს რა რაც გაქვს შესაძლებლობა და როგორ რა ქვეყანაცა ვარ და როგორ წავარ და რა ვიცი ამერიკა ვერ ახერხებს და საფრანგეთი ვერ ახერხებს რაღაცა ხშირად აი ესეთი დიდი სტიქიური უბედურებების გამკლავებას არა გეუბნებით ესენი არიან გავიგეს ნაცები რო ვინც არიან მაგრამ ზოგიერთი იდიოტის აი ამ ღლიცინმა ისე მომიშალა ნერვები ამ სტუდიაში შემოსვლამდე რომ არ ვიცი აი უბრალოდ არ მინდა იმ ადამიანის იმიტომ რომ აი ყველას ხო არ მასიზამ ზოგჯერ მართლა რა რაღაცა ვიღაცას გონია ადამიანია ყველა ხო არ უნდა იმას ქნა რა ქვია მოისვაროს მართლა რა ხალხი იხოცება ბოდიში და იხოცება როგორ ახლა პირდაპირ გაგებით კი არა ნუ იხოცება ნერვიულობით თორე გასაგებია ორი მსხვერპლი არის ერთი გადმოვარდა იმიდან თოვლის გაწმენდის დროს
და მეორე 106 წლის ქალბატონი გარდაიცვალა და ჩვენ დასაკარგი ადამიანები არ ვყავს, გასაგებია, ორი ადამიანი არის დაღუპული, მაგრამ ეხლა ესეც საკმაოდ ბევრია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის, ერთი კაციც რომ მოკვდეს, ესეც ის არის, მაგრამ ისეთი სიტუაციაა და ვიღაცები საღლიცინოთ იცვლიან აქ რა. ზოგიერთი ტვინგაყინული სულელი. აი ხაც თავდაცვის სამინისტროს ძალები მუშაობენ და მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს. ყველას უნდა მიეცეს კომპენსაცია, ყველა სახურავის უნდა, ეხლა ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში ყველა სახურავი გადახურა, როცა არაფერი არ უჭირდა, იმ ხალხს ტიქიაც არ ყოფილა და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ოჯახი აჭარაში, გურიაში და იმერეთში არ დარჩება კომპენსაციის გარეშე. იმიტომ რომ ეხლა ამ საცოდავ ხალხს ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ ეხლა იქ საკუთარი სახსრებით იქ სახურავები მოაწყონ. ეს გამორიცხულია. და ბოლო-ბოლო კიდე ერთი რაღაცა ყურადღებაც უნდა მივაქციოთ აი ამ რეგიონებს, რომ აი განსაკუთრებით გურიას, იმიტომ რომ არ ვიცი ერთხელ ის ხუმრობა იქით იყოს და ის რუსის ჯარმა რო გადმოიფრინა აქ 2008 წელს გურიასკენ რო გადაიფრინოსო ჩათვალესო რომ დაბომბილია ისედაც უკეო და რაღაც გვინდაო და ამიტომ ეხლა რა ვიცი მე ეხლა ყველა რეგიონში არის პრობლემა სოციალური, მაგრამ განსაკუთრებით აი დასავლეთ საქართველოში იმის გამო რომ ამ ფაროსანამ შეჭამა და შეხრა ყველაფერი ძალიან უჭირს აი ამ რეგიონებს, განსაკუთრებით გურიას. იმიტომ რომ ადამიანებს მოსავალი ვერ მოყავთ, ბაზარი ვერაფრით ვერ იქნა გაჯერებული იმ პროდუქციით, რომელსაც იქ აწარმოებენ და არ ვიცი, ნახევარი ისა რა ქვია, დასავლეთ საქართველო გასულია თურქეთში. და ეხლა ეს ხალხი კიდე აი ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ძალიან მძიმე არის ამ ყველაფრის ყურება და არ ვიცი, მე მგონი რომ უნდა დავეხმაროთ, ყველამ უნდა დავეხმაროთ, არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს ადამიანები მისატოვებელი, ისედაც რაღაცა დემოგრაფიულ მდგომარეობა მძიმე გვაქვს, ეს ხალხი ცოტა დარჩა საქართველოში და ეხლა ესენიც თუ ასე ყურადღებოდ დავტოვეთ, ნამდვილად არ შეიძლება და არც იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყურადღების მიღმა არავინ არ დარჩება. დღეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა და ასევე ერთი თემაა კიდე ის, რომ აი ხა კიდე დღეს არის 25 თებერვალი. კარგად იცით თქვენ და ეხლა არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღე, მაგრამ ტრაგიკული დღე არის აი მოღალატე ნოე ჟორდანიას ქმედების გამო პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ მიიყვანეს ქვეყანა იქამდე, რომ ეს მომხდარიყო და მიატოვეს საქართველო, გაიქცნენ და 25 თებერვალთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობთ, რომ ჩვენ აი კოლა ნადირაძის ლექსიზე მაქვს საუბარი. იცით რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა ხდება, ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. მოდი ერთი გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, აი 21 წლის შემდგომ ქვეყანაში რა პროცესები განვითარდა და იმ 90-იანების შემდგომ, როდესაც საქართველო გახდა თავისუფალი, იმის შემდგომ რა პროცესები წარიმართა. დღეს ეხლა ეს ნაძირლები დადიან იქ რუსთაველზე და ხელახლა გასაბჭოების წინააღმდეგ საქართველო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე მეტად დაპყრობილი არასდროს არ ყოფილა. საქართველო თუ გასაბჭოება მოხდა საქართველოს გასაბჭოების შემდგომ საქართველო გახდა ინდუსტრიული ქვეყანა, საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები, მე არ ვიცი, დამონებულ და მონამ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიყავი ჩვენ, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მონა იხდის ხარკს და მონას უშენებდნენ ფაბრიკებს, ქარხნებს, საწარმოებს, ეგეთი რამე მე არ ვიცი. და საქართველოში აშენდა უამრავი, მე არ ვიძახი ეხლა ვიღაცები ჩემს ნათქვამს სხვანაირად გაიგებენ. რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღე არის, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ აღარ გვინდა განმეორდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ თავისუფლება სადა გვაქვს ჩვენ დღეს. საქართველო არის დღეს ოკუპირებული დასავლეთის მიერ, კი ბატონო 20% რუსეთს აქვს, 80% აქვს დასავლეთს ოკუპირებული. და დღეს მიდის ბრძოლა, რომ აი ეს გამთავისუფლდეს ქვეყანა აი ამ ოკუპაციისგან 80% რომ განთავისუფლდეს. იმიტომ რომ როდესაც შენ
პარლამენტის არჩევნებს ვერ ატარებ, როდესაც არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებს დასავლეთი, როდესაც შენ წინაშე შენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასანქცირებენ, იმიტომ რომ შენ მათთვის მიუღებელია ესა თუ ის ხელისუფლება, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, მეგობრებო, რომ რა მძიმე მდგომარეობაში არის ჩვენი ქვეყანა და ესეთი ოკუპაცია საქართველოს არასდროს არ ქონია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ იყო საქართველოს გასაბჭოების შემდგომ ვითომ დამონებულის არაფერი არ ეტყობოდა ქვეყანას, იმიტომ რომ რაც კი რამე აშენდა და რაც კი რამე შეიქმნა, აი მაგ პერიოდში შეიქმნა. და როდესაც თავისუფალი გავხდით, აი ეს აშენებული დაინგრა ყველაფერი. და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, თვითონ მე მტკიცებულებით ვლაპარაკობ. ყველა საწარმო, ფაბრიკა, ქარხანა, ყველა დემოგრაფიული მდგომარეობა, ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ყველაფერი აყვავდა მაშინ. და როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველაფერი დავანგრიეთ. და მოვსპეთ და გავანადგურეთ. ხო და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, როდის იყო საქართველოს თავისუფალი. საქართველოს აი გასაბჭოების შემდგომ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული და ქართული იყო, ვიდრე ეხლა არის. ქართული, რასაც ქვია, სახელმწიფო იყო მაშინ. ყველაფერი ქართული სიმღერა, კინო, რამე თუ არსებობს, ყველაფერი მაშინ შეიქმნა. და ნოე ჟორდანიამ ადგა და ჩვენი უნიკალური ფონდი გაიტანა და ქალებში და დროსტარებაში იმასქნა დაამღერა და ისიც რაც დაბრუნდა, რა თქმა უნდა, ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურება, მაგრამ ყველაზე დიდი დამსახურება იოსებ სტალინის არის, რომ ის ჩვენი განძი დაბრუნდა საქართველოში. იოსებ სტალინის დამსახურება. და ექვთიმე თაყაიშვილმა, რა თქმა უნდა, ამაში წვლილი შეიტანა, რა თქმა უნდა, დიდი. და ეს ჩვენ ამ თემებზე ვილაპარაკებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არის სამართლის ექსპერტი ბატონი დავით ზირაქიშვილი, მოგესალმებით ბატონო დავით. ჩვენი სტუმარი ასევე ალექსანდრე კობაიძე, მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. მოგესალმებით. აი ახლა მე ვხედავ მოსიარულე 5000 ლარიან ჯარიმებს რუსთაველზე, მეგობრებო. იმდენი ადამიანი, რამდენიც იქ დადის, ისინი არის ჩათვალეთ 5000 ლარი და ეს ერთი მხრივ აი მე არ ვიცი, ერთი მხრივ კარგიც არის, ბიუჯეტი ივსება, ვიცით? ეხლა ვიღაცამ შეიძლება ეს ირონიად შეაფასოს, მაგრამ აი ამათ ხარჯზე ბიუჯეტის შევსება მე მაგალითად დიდად სიამოვნებს, იმიტომ რომ ეს ხალხი ყველა ფინანსდებიან დასავლეთიდან და ფულიც არის გამოყოფილი, რომ მათ აი ესეთი ავანტიურა განახორციელონ და აი ჩვენ ვხედავთ მეგობრებო, რომ ეხლა რუსთაველზე აქციას ვატარებენ, აი რამდენი კაცია, იმდენი 5000 ლარი მოდის ბიუჯეტში. იხდის დასავლეთი. ხო და ეს ფული კიდე ბაგაჯიბიდან არ მიდის. 13 მილიონი შესული არის, როგორც მე ვიცი, ბატონო დავით, ხო უკვე? კი, გამოცხადდა. აი რა სიტყოდით მაინც თქვენ აი. დღევანდელი დღე 25 თებერვალია. ტრაგიკული დღეა სინამდვილეში, იმიტომ რომ შეეწირა იუნკერები, ახალგაზრდა პირტიტველა ბიჭები საქართველოს მომავალი გენოფონდი, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც ღალატს ჰქონდა ადგილი, დროებით მენშევიკური მთავრობა გაიქცა და ესენი დატოვა პირისპირ შემოსული მე-11 არმიის წინაშე. ახლა ჩვენ ერთი თავისუფლება კიდევ მოვიპოვეთ 91 წელში, მაგრამ შემდეგში როგორ განვითარდა და რით დამთავრდა ფაქტის სახეზეა. 25 თებერვალს წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს. ის რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მესამე დღეს 28 მაისს საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ქვეყნის სუვერენიტეტი მთლიანად თავიდან ბოლომდე გადააბარა გერმანიის საოკუპაციო ჯარებს ფოთის ხელშეკრულებით. ამაზე რატომღაც არავინ არ საუბრობს. ამაზე არავინ არ საუბრობს, რომ დროებითმა მაშინდელმა მენშევიკურმა მთავრობამ თურქეთს გადაულოცა დაოკლარჯეთი მთლიანად. ამაზე რატომღაც ჩუმად არიან. და შემდგომ განვითარებულ პროცესებში 1920 წელში დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება 7 მაისს. ამ ხელშეკრულებით რუსეთმა საქართველოს უღიარა დაოკლარჯეთი
და დაუდგინა საზღვრები ფსოუდან საინგილოს ჩათვლით და ჩრდილოეთიდან ლორეს ჩათვლით. მაგრამ უკვე გერმანიის საოკუპაციო ჯარები, როდესაც ჩაანაცვლა ინგლისის მთავრობა 1920 წლის ნოემბერში მათი წაქეზებით სომხეთმა დაიწყო შეტევა სადახლოს მიმართულებით, რაშიც ჩაერთო საქართველოს ჯარი და ჩვენი ხედარმთავრების თავოსნობით და ჯარის მეშვეობით ფაქტიურად ქართული ჯარი ერევანში წავიდა, მაგრამ ინგლისის მთავრობამ უკან გამოაწვევინა ეს ჯარი და აღიარებინა ლორეტაშირი როგორც სომხეთის საკუთრება. აი ეს არის დასავლეთის მოღალატური პერიოდი. კიდევ დათქმა იყო იმ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაში, რომ საქართველოს არ უნდა გამხდარიყო რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმი. აქ არ უნდა ყოფილიყო შემოსული ის დაჯგუფებები, პოლიტიკური პარტიები, ბურჟუაზიული ხელისუფლებები აზერბაიჯანიდან, სასუნხეთიდან, რომელიც მოახდენდა რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებს. ასევე გაფრთხილებული იყო, რომ არ უნდა დაეპატიმრებინა და არ უნდა ეკრძალათ საქართველოში ბოლშევიკური პარტიის საქმიანობა და არ უნდა ეკრძალათ გაზეთ ისკრის გამოცემა, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ ეს პირობები დაარღვია და უკვე საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაქტიურად ხდებოდა ქვეყნის განსახელმწიფოებრიობა. თურქეთი აქეთ მესხეთისკენ მოიწევდა და იმ პერიოდისათვის საზღვრები უკვე ახალქალაქ ახალციხეზე დაკავებული ჰქონდა და აქეთ შემოდიოდნენ უკვე ბორჯომის ხეობისკენ აპირებდნენ და აი ამ დროს მოხდა რუსეთის ჯარის შემოსვლა. ეს რა თქმა უნდა აქედან შეხედვით ოკუპაციას წარმოადგენდა, მაგრამ ფაქტიურად მან იხსნა საქართველოს თურქეთის ოკუპაციისგან, სომხეთის და აზერბაიჯანის ოკუპაციისგან. იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე გაწეთლებული იყო, იქ უკვე კომუნისტური რეჟიმი იყო მოსული და რა თქმა უნდა ეხლა იქ მარტო სტალინი და ორჯონიკიძე იმდას ვერ იზამდნენ, რომ ეს საქართველოს ყოფილიყო კონფრონტაციის კერა რუსეთის წინააღმდეგ და თავისთავად მოხდებოდა მათი დალაშქრა და ასეც მოხდა. მე-11 არმია შემოვიდა ზაქათალის მიმართულებიდან და წითელი ხიდის მიმართულებიდან. ასე რომ მე პატივს მივაგებ იმ იუნკერებს, რომლებმაც ნამდვილად ვაჟკაცურად დაიცვას ქვეყნის ინტერესები, მაგრამ ისინი გახდნენ მენშევიკური მთავრობის ხალატის მსხვერპლი. რაც იგივე განმეორდა 2008 წელში, როდესაც ამერიკის დავალებით სააკაშვილმა დაიწყო გაუაზრებელი თავდასხმა ცხინვალის რეგიონზე და აქაც უდანაშაულო ბიჭების, სამშობლოს მოყვარული პატრიოტი ბიჭების სიცოცხლე შეეწირა უაზროდ. და ეს პროცესი გრძელდება, აი ესეთი უაზრო ქმედებები გრძელდება. უკვე რამდენი წელი გავიდა 2008 წლის შემდეგ, სადღაც უკვე 20 წელი შესრულდება 3 წელიწადში და ამიტომ დროა უკვე რომ ქვეყანამ ეს თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს არა საომარი გზით ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი, არამედ სახალხო დიპლომატიის გზებით, ვიდრე ამის საშუალება არის და ვიდრე ხელისუფლება ოფიციალურად დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, აფხაზეთთან, სამაჩაბლოსთან 3-3 ფორმატის შემადგენლობაში და ბატონ ნიკოლოზ ერთი მინდა 3-3 ფორმატის ირგვლივ მაგაზე მე ვილაპარაკებ ჩვენ ახლა ბატონო დავით თქვენ ახლა ამით ხوار ვამთავრებ თქვენ დასაუბარს. გადაცემა გრძელდება, ანუ ყველაფერს ერთბაშად ნუ ვივიტყვით, იმიტომ რომ დრო გვაქვს, იმიტომ რომ დღეს სხვა თემებსაც შევეხები. აი ახლა მე ესე იგი ძალიან კარგი არის ეს არქივი რა, ვიდეო არქივი და აი ამ ნაციონალების გარკვეულწილად ისე მინდა დაუბრუნდე, რომელიც აი სვავები არიან და დღევანდელ ტრაგედიასაც, რომელიც აი სამწუხაროდ ხორცი დაგვატყდა თავს ყველას ერთბაშად დასავლეთ საქართველოში, ესე იგი იყენებენ სათავისოდ.
აი მადლობა ღმერთს რომ ხალხი მიხვდა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებმაც აი ამ ჯარიმების ეხლა ვიღაცა შეიძლება იტყვის რომ ეს ჯარიმები როგორ იცით რა არის სახელმწიფო იმისია სახელმწიფოა რომ თავისი ინსტრუმენტებით გამოიყენოს ის რომ სადამჟელო ღონისძიებების გამოყენებით უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი ეს ზეგჯერ შეიძლება იყოს დაპატიმრება შეიძლება იყოს ეს ადამიანების მიმართ ძალის გამოყენება მაგრამ ასევე იყოს ჯარიმები და როგორც აი იმისი არ იყოს გარგო წამალმაო იმისი არ იყოს რა ქვია იმ ფილმისა და არგო წამალმა და ამ ჯარიმებმა ჭკუაზე მოიყვანა ეს ხალხი მაგ და ეხლა ვხედავთ რომ რაღაცა ძალიან მიზერული რაოდენობა ადამიანებისა ეხლა ვითომ ამ 25 თებერვლით მანიპულირებენ ეხლა რა ამ ტრაგიკული დღით კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათ მოახდინეს სწორედ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობა იმიტომ რომ არა სააკაშვილის ავანტურა ჩვენ ტერიტორიებს არ დავკარგავდით და მან გადასცა ტერიტორიებთან ერთად სტრატეგიული ობიექტები რუსეთს რო კითხო თან რუსეთს ებრძოდა და რუსეთს აძლევდა სტრატეგიულ ობიექტებს აი ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამი მახსენდება აი ამ საცოდავი ხალხზე რომლებიც დღესაც დაბორიალობენ რუსთაველზე მე ამ 5000 ლარიანებს დავარქმევდი ამ ადამიანებს 5000 ლარიანები რო დაბორიალობენ აი ძალიან ისეთი ესადაგება ის ნათქვამი ბიძინა ივანიშვილისა რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ თქვა ერთი ჭკვიანი კაცი როგორ არ გაჩნდა ამათ აუხსნას ეხლა აი ტრაგიკული სიტუაციაა თელ საზოგადოებას ხო აწვალებენ მე არც ის არ მომწონს რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყავენ შანსი არ აქვს ღამეებს ათენებენ რაღაცებს ერთმანეთს ამაგრებენ ერთმანეთს ატყუებენ რომ დღეს არა ხვალ მოვარ შანსი არ აქვს ამ დროს მიდიან ბაბანკში უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ ზარალდებიან ზოგი 2 დღით მიდის ზოგი 1 კვირით მიდის ეხლა სამახალგაზრდებს უწევს დაპატიმრებას ზოგს პატარა ტრამვა აქვს ზოგს უარესი ტრამვა აქვს ზოგი წლობით იხდის და კიდევ ბევრს მოუწის მოხდა მაგრამ თავგანწირულად მიდიან ტრაგედია ამ საზოგადოების რომ ვერაფრით ვერ გაიგეს ერთი ჭკვიანი კაცი რომ ჩაჯდეს მაგათ ანალიზი გაუკეთოს ნუ ურტყავთ კედელს თავს არაფერი არ გამოვა ნამდვილად აი სწორი არის ბატონი ბიძინა თავს ურტყამენ კედელს და მე ამაზე ჯავრობენ რატო გვაპატიმრებენ რატო გჯიან არა ბიჭო ხა პოლიციას თუ ესვრი მოლოტოვის კოქტეილს თუ გადაწვავ რუსთაველს არა თავზე ხეს გადაგისვამს სახელმწიფო და გეტყვის კიდე დაარტყი და კიდე ესროლეო თან რო არიან გაგულისებული ამდენი ტყვე ჯერ ერთიც ადმინისტრაციული წესდარი უმრავლესობა ვიხდის რაღაცა იმ თავის აი ამ პატიმრობას, ადმინისტრაციულ პატიმრობას, რაღაც რამდენიმე ადამიანია, მე მგონი სისხლის სამართლის ეს. აი რა სიტყვები ბატონო ლექსორო, აი დღევანდელ დღესაც რომელიც ნამდვილად არ არის ახლა ისეთი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აი ამასაც სათავისოდ იყენებენ და რაღაც ტრაგიკულ დღეებსაც კი აი რაღაცნაირად ცდილობენ რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ბატონო ნიკოლოზ, ამათ ხო ახასიათებთ ზოგადად ესე ვთქვათ ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებად. ესენ ადამიანები მხოლოდ ცდილობენ რომ სიტუაციის დრამატიზება მოახდინონ, ტრაგედიის დრამატიზება და თავის თავზე მორგება მოახდინონ. ყველაფერში ცდილობენ რომ როგორმე სარგებელი ნახონ. ეს ამათი პოლიტიკური ნაბიჯები და ესე ვთქვათ სვლებია. თუმცა საზოგადოება ამ ყოველივეს უყურებს და რა თქმა უნდა აფასებს. და არ შეიძლება შე როგორც პოლიტიკოსი გამოდიოდე და ცდილობდე რომ ტრაგედია შენს თავზე მოირგო და ამით რაღაცა პროპაგანდისტული მანქანა დაძრა ესე რომ ვთქვათ და რაღაცა ხალხი ჩაიბა. ჩვენ ყველა კარგად მოგვიხსენება დღევანდელი დღე, დღევანდელი ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენმა მტერებმა უნდა გაიხარონ ამ ყოველივეთი და მათ უნდა იხეირონ. დღესდღეობით აი 5000 ლარიანი ჯარიმებზე რო საუბრობთ ბატონ ნიკოლოზ, ხო? დღეს ერთ-ერთი ამ ჟურნალისტური სახის ესე ვთქვათ ლიდერი ქალბატონი ნანუკა გამოვიდა და თავის ესე ვთქვათ გვერდზე დაწერა რომ ყველას ვისაც დააჩარებებენ შეუგროვებს თანხას და რაღაც ფონდები ხო არსებობს მაგას ხო შექმნეს და ამიტომ არ ინერვიულობ. აქედან გამომდინარე აი ეს მიდგომა აქვთ მათ რომ ანუ აქციებზე უნდა იარონ თუ იმეს დააჯარებებენ ეს ფონდი რომლებიც მათ გააჩნიათ უნდა გადაიხადოთ. მე მაინტერესებს ანუ წყარო ფინანსური წყარო თუ საიდან ფინანსდებიან ეს ფონდები და ამ ხელათანხები საიდან აქვთ რომ ამ ხელათანხებს იხდიან. აი ეს არის თავარი და ეს არის გასათვალისწინებელი. თუნდაც ეხლა ეს დღევანდელი დღის ტრაგედიათ რო გამოყენებას ვცდილობენ. თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ უამრავ ქვეყანაში სტიქიას ებრძვიან და სახელმწიფო ყოველთვის ჩართულია.
სხვა რაღა უნდა ქნას ჩვენმა სახელმწიფომ მთლიანი რესურსია. მთლიანი რესურსია, მთელი ჯარი ჩაერთო ამისთვის და თავდაცვის ძალები ჩაერთვეთ, წარმოიდგინეთ თუ რა დონეზე არიან მობილიზებული. მაგრამ არა, მაინც დრამატიზება უნდა მიცენ და უნდა თქვან რომ იქ ვიღაცა დაიღუპა, იქ ვიღაცა ეს მოვიდა, ის მოვიდა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არავის არ სიამოვნო და ძალიან სამწუხაროა და უმსამძივრებ მათ გარდაცვლილ ოჯახებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ მუშაობს და სახელმწიფომ ესე ვთქვათ მოქალაქე მიატოვა. სახელმწიფო არაზოს არ ტოვებს თავის მოქალაქეს და ყოველთვის ცდილობს რომ მას დაეხმაროს. და თუნდაც დღევანდელი გამოვლინებაც ეს არის სახელმწიფოსი, რომ მან თავდაცვის შეარაღებული ძალებიც კი ჩართო, რომ რაიმე მსხვერპლი არ იყოს და რაიმე ფორმით ზარალი და ზიანი არ იყოს. მაგრამ ისეთ პოსტებს წერენ ეს ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ლიბერალები, ხომ, რომ აი გული გაგისკდებათ რა. იმიტომ რომ ანუ ჩამოინგრა და ქვეყანას ბოდიში და დედა არ აყავს და ყველა მოკვდებით და ეგეთი ესეთი მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ დრამატიზება ხდება. და ამას მე ვიღაცები სამწუხაროდ იჯერებენ, იმიტომ რომ რეალურ ინფორმაციას ეს საინფორმაციო წყაროებიც არ აწვდიან. კი ბატონო, ეხლა იცით რა არის, მე ვადევნებ თვალყურს აი ჩვენს მაყურებლის გარკვეულ აქტივობასაც. სულფასო მეგობრებო, მე ვთქვი კიდევაც და გავიმეორე და სხვათა შორის ჩვენი გადაცემის მიწურულს გვექნება ამაზე კიდე აქცენტების გაკეთება, რომ რა თქმა უნდა საბჭოთა ეპოქაში საქართველოს უდიდესი სარგებელი მიიღო, მაგრამ ეხლა ვიღაცამ თქვა ეხლა რომ აი 25 თებერვალიო ჩემთვის არ არის პირადად ტრაგედიაო, მაგრამ როგორ არ არის კაცო, ხალხი დაიხოცა, ეხლა ეგრეც არ შეიძლება რა. იუნკერები დაიხოცდნენ, კაცო. რადგან არის, აბა გიხარია თქვენ კაცო, 25 თებერვალს ხალხი რო დაიხოცა. ცოტა ტვინი დაატანეთ ეხლა ზოგიერთმა რა, თლა თუ გაგააფრეთ რა. მე რა თქმა უნდა თქვენ ეხლა რასაც ლაპარაკობთ რომ ქვეყანამ აი ამ საბჭოთა ეპოქაში სარგებელი მიიღო, ეგ სხვა არის, კი ბატონო, მაგრამ თვითონ ეს დღე არის ტრაგიკული. იმიტომ რომ ნოე ჯორდანია მიატოვა ეს ქვეყანა და იუნკერები, რომლებიც აი ესე პირტიტველა ბიჭები შეეწირდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. და სასი ვიდღის ესწავლოთ ჩვენ ქართველი ბიჭების დაღუპვა, კაცო? ცოტა ტვინი დაატანეთ თავში, ხო გაქვს ტვინი? როგორ შეიძლება ბედნიერების დღე არის, კაცო? 2008 წლის ისა 8 აგვისტო და ბედნიერების დღე არის, ხალხი რო დაიხოცა? 92 წლის ისა ბედნიერების დღე არის? სხვა არის რაღაცის თქმა რომ გინდათ ის რაღაცა სწორად თქვით. ის რომ საბჭოთა ეპოქაში საქართველოს სარგებელი მიიღო და ფეხზე დადგა და ყველაფერი ეგ სხვა არის, კი ბატონო, მაგას მეც ვიცაღი, მაგრამ თვითონ ეს დღე არის ტრაგიკული დღე და სასიხარულო ნამდვილად არ არის ეს დღე. ჩემთვის პირადად, იმიტომ ხალხი დაიხოცა, ხალხი. და როდესაც ლაპარაკობენ მავანდი რომ ჩვენო ესე იგი დღესო გვემუქრებაო თავისუფლების დაკარგვაო. თავისუფლების დაკარგვა კი არ გვემუქრება, მეგობრებო. ჩვენ გვემუქრება გაქრობა, როგორ გაქრობაც დღეს დაიწყო უკრაინის. აი, ეხლა იმის შემდგომ რაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, მე მინდა რომ ჩვენ დღევანდელ ეპოქასაც, დღევანდელ ვითარებასაც შევეხოთ ამ წარსულზე საუბრიდან გადმოვიდეთ აწყმოზე. ესე იგი, უკვე ტრამპის მოსვლის შემდგომ გააქტიურდნენ უკრაინაში ის ადამიანები, რომლებიც ზელენსკის მიმართ არიან განწყობილი ცოტა სხვაგვარად და გამოვიდა ახალგაზრდები და გამოვიდნენ დედები, მამები, რომელთა შვილებიც არის დაკარგული და კარგახანია ისინი ვერ იძებნებიან და აქცია მოაწყვეს ცენტრში, კიევის ცენტრში, იმიტომ რომ ატყუებენ ამ მშობლებს, რომ თითქოს ესე მათი შვილები გამოჩნდებიან, მათი შვილები იქნებიან სახლში დაბრუნებულები და რეალურად სხვაგვარად აქვს საქმე და ეს მოწმობს ეს სიუჟეტი.
ეს არის უკვე გამოღვიძება უკრაინელი ერისა. ეს არის დასაწყისი ზელენსკის დემონტაჟისა. აი ხა მაგალითად იმ დღეს ესე იგი ეს ნაძირალა თამარა კინწურაშვილი, როგორც ჩანს არ იღუძინებს. ესე იგი იმ დღეს ჩვენ შემოგთავაზეთ, რომ ტრამპის ფიტულს წვავდნენ უკრაინელი ჯარისკაცები და დღეს ესე იგი გაგვაყვითლეს მთელი ჩვენი გვერდი, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია. მე არ ვიცი ეხლა ჯარისკაცები არის უკრაინის ფორმებში. ეხლა თქვენ ექსპერტიზა ჩაუტარეთ თუ სად ნახეთ რომ არა. აგერ ეხლა უკრაინელი ჯარისკაცით ასევე რომელიც ტრამპის პოლიტიკით არის უკმაყოფილო, ღიად გამოდის, უკრაინული ფორმა აცვია და აგერ ამერიკულ დროშებს იხსნის თავისი უნიფორმიდან. Ну что, пацаны, дождалась мне Петруньки, а? Дождалась. ანუ მოიხსნა ეს ამერიკული ამუნიცია იმქიდან გამომდინარე რომ თქვენ კარგად იცით რა მდგომარეობაშიც არის დღეს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია ამერიკელების მაგალითად შეხვედრა როდესაც შედგა მაკრონსა და ტრამპს შორის იქ იყო განხილული საკითხი აი ამ წიაღისეულთან დაკავშირებით რომელსაც ტრამპი ითხოვს ესე იგი უკრაინა აომეს რუსეთთან ამერიკელებმა ესე იგი ფულები მისცეს და ეხა ფულების დაბრუნებას ითხოვენ, თან წიაღისეულსაც ითხოვენ, მოკლედ ძალიან შარშია უკრაინა და აი მაკრონთან ამაზე საუბარი იყო და ასევე მაკრონის პოზიციაც საინტერესოა. Европа дает Украине деньги в долг и получает их обратно. Нет, на самом деле, если говорить откровенно, мы покрыли 60% общей поддержки. Это были кредиты, гарантии, гранты, и мы предоставили реальные деньги, чтобы было ясно. В Европе заморожены 30 миллиардов российских активов, но они не используются как залог по кредиту, потому что не принадлежат нам, они просто заморожены. Если в результате переговоров с Россией они согласятся передать их нам, отлично. В таком случае это можно будет считать кредитом, и в конечном итоге за все заплатит Россия. Если вы в это верите, мне все равно. Но Европа возвращает свои деньги, а мы нет. Хотя теперь уже да, но меня это устраивает. Ai Trump არის უნიკალური. ესე იგიო. თქვენ თუ მაგისი გჯერათო, მერთმას, მაგრამ მე არ ვჯერა მაგისიო. ესე იგი, მაკრონი იძახის, რომ ის აქტივები რო არის რუსების, ესო ჩვენ ამითი გაუქვითავთო და ამ უკრაინელების ჩამოიწერება მთელი ეს ვალებიო და აი ამითი ამ აქტივებით, რომელიც ამ რუსეთს აქვს და რუსეთი თუ იტყვისო რა, იმიტომ თან რუსეთი თუ იტყვისო ამასო რა, რუსეთი როგორ იტყვის, ხა თავის აქტივებზე უვარს ეხლა რა, იმიტომ რომ რუსეთისთვის აქტივების ჩამოწერა ესე მარტივი არ იქნება. და ტრამპი არის უნიკალური. ტრამპი იძახის, რომ ითხოვს იმ წიაღისეულს, რა თქმა უნდა, სხვანაირად ის არ დაეხმარება უკრაინას და აი წარმოგიდგენია თქვენ როგორი მდგომარეობაში ჩააყენეს უკრაინელები ამათმა, რომ ესე იგი ქვეყანა რომელმაც ომი დაიწყო სწორედ ამერიკის მითითებით, ეხლა არავის არ ჯერას, რომ ზელენსკის დავალებით და ზელენსკიმ დაიწყო ომი, აომეს დაანგრევინეს ქვეყანა, თან ტრამპი იძახის ჩვენო აღდგენაში მონაწილეობას არ მივიღებთ და აი იგივე ბედი უნდა გვწევოდა ჩვენ. იგივე ბედი უნდა გაგვეზიარებინა და სხვათა შორის ეს არესტოვიჩი დღედაღამე რო ყავდათ ნაცებს გამოჭენებული ყველა სხვა არხებზე. აი ამ ინტერვიუს რატო არ უსმენენ არესტოვიჩის აიხლა, როდესაც საუბრობს ამ ზელენსკიზე და იმ წიაღისეულთან დაკავშირებით, რომელზეც იდება ხელშეკრულება. К этому идиоту небритому, да, на Банковой. Если тебе кретину уже прямо объясняет Рубио, что в эту игру нельзя так играть, надо молчать про то, что это американские гарантии безопасности, он уже не выдержал, он вышел и сказал, что бляха, это гарантии безопасности, дебил ты, сука, штопанный. Понимаете, да? Ну пойми уже, ну уже вслух сказали, хотя им это невыгодно, они на переговорах с Путиным. И тот продолжает упираться третий раз, в это время умирают наши солдаты и мирные жители по ночам. Это про что вообще? На что вы меня хотите уговорить, Юля? Что вы мне хотите объяснить? Диктатор, не диктатор? О чем мы вообще разговариваем? Есть очень простая история. Ему предложили все, включая американские гарантии безопасности. Причем изобрели их способ предложить, обойдя все ловушки, претензии, которые выставляет Путин. Что наша примадонна, которая сама, как вы справедливо отметили, пообещала и захотела продать недра, теперь выеживается?
Так вот у меня Покуда как он раз выеживается, да, мне друзья с фронта пишут, один погибший, второй погибший, пленные, бляха, обстрел, кабы. Никакого толка, понимаете, в этом всем. Это тупая, бессмысленная война, которая губит украинскую армию, губит украинский народ. Этот козел, сволочь это проклятая, понимаете, сидит там и упирается за свою власть, за возможность грабить, подавлять. О чем мы разговариваем? О чем мы разговариваем? Ему все дали уже. Все ему этот Трамп дал, исходя из очень сложной, совершенно реальной геополитической ситуации. Уже не знают, как объяснять. Я уже не знаю, как объяснять. Он вцепился в кресло и не отпускает его. Любой ценой, ценой гибели украинцев, кого угодно, сколько угодно, но он будет там сидеть до последнего. Он, видите ли, вышел и сказал, мы далеки от сделки, вы знаете, не так все просто со сделкой. Тебе предлагают, у тебя есть редкоземельные материалы, которые ты никогда не добудешь и не достанешь. У Украины нет ни технологий, ни инвестиций. Это десятки миллиардов долларов. Пришел Н, даже не говорим, что это Трамп или Америка, говорит, давай добудем. Это значит десятки миллиардов долларов инвестиций. Это инженерная школа, это передача технологий, это создание рабочих мест. Да еще фонд создадим, фонд, чтобы не грабили. 50 на 50 поделим, честно. Если это даже не говорить о том, что мы вас защищаем, обещаем политическую поддержку в ситуации, когда вы безнадежно проиграли войну, мы за вас тянем мазу и не даем вас сдать. Так еще гарантии безопасности за это получите. Гарантии безопасности на ровном месте, где вы никогда ничего не разработаете, у вас нет технологий. А если мы не будем помогать, еще и Путин это все захватит. И это Примадонна ходит, а мы тут рассуждаем с вами, диктатор или не диктатор. Он подонок. Он может и не диктатор, но подонок. А я еще думаю, что он еще диктатор, понимаете? Да, и других оценок у меня нет для него. Когда вы узнаете то, что я знаю, на дыбы все встанете. У вас волосы на ногах дыбом станут у всех. Из того, что творит этот товарищ. Творил и творит. Но у нас массовое еднание, и мы с вами спорим, кто диктатор, кто не диктатор. Так я как раз хотела сказать, что поскольку любое соглашение такого рода, уже начиная с того, что его Зеленский предлагал, безумно выгодным для Украины, на самом деле оно абсолютно не нужно Америке. Это просто реально способ легализации возможности послать, защищать эти якобы нужные Америке месторождения F-35. И единственная причина, по которой их отвергли, с моей точки зрения, это то, что в них не было места Зеленскому. Я просто другой причины не вижу. Ну, конечно. Это просто такая штука, за которую надо было не то что хвататься, а на колени падать, говорить, пойти. Да, потому что для Украины это все. Зеленскому дали понять, что лучшее, что он может сделать, это уйти в отставку добровольно. Сегодня это подтвердили. Езжай в Париж, ему сказали. Париж это заодно, чтобы британцев потроллить, и заодно Макрона и так далее. А еще учитывая, что Петлюра был в Париже и Махно был в Париже в свое время, то там самое место для всей постсоветской эмиграции. Понимаете, да? Поэтому здесь я на вашей стороне. Но это разговоры диктатор-не диктатор, вот эта попытка завязнуть в определениях, когда, бляха, добивают Украину, да, и когда ей предложили идеальную сделку, идеально, и у нас него небритое величество на это не соглашается, но я не знаю, я был бы рядом по голове, я бы ему сломал вот эту трость об голову, честно, он задолбал уже. Товарищи. Еще чем массовая вот эта поддержка мне очень нравится, вот это вот «Еднаемость вокруг президента». А не хотите поеднаться вокруг идеи? Давайте спросим себя, какая идея Украины у Зеленского? Что он видит, что он предлагает своему обществу на сегодня? Вот в этой конкретной ситуации. Айхла, ეს კაცი იყო პრეზიდენტის მრჩეველი, საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. დღედაღამე ქართულ მედიაში ეს კაცი არ ჩამოდიოდა. სულ ამის ინტერვიუები იყო და კაცმა თქვა აგერ გასაგებად, რომ გამოტანილი აქვს განაჩენი ზელენსკის და ამ წიაღისეულზე უნდა დათანხმდეს უკრაინას სხვა გზა არ აქვს და რომ ყოველდღე უკრაინა უდიდეს ხერხს განიცდის, რომ ეს არის ტრაგედია მთელი უკრაინელი ხალხისთვის და აი ეს გაუკეთა დასავლეთმა უკრაინას და ეს ნაძირლები, ეს 5000 ლარიანები 5000 ლარიანი ნაძირლები. აი დღეს აქნევენ იქ უკრაინის დროშას და უნდათ რომ საქართველომაც აი ეს ბედი გაიზიაროს. ეხლა დავითის და თამარის ეპოქა რო იყოს, ესენი ყველა სარებზე არიან ჩამოსაკიდებელი. 5000 ლარიანი კი არ უნდა დააჯარიმო, სარებზე უნდა ჩამოკიდო ეს არარაობები. და აი ეხლა ერთი კლიპი გავრცელდა სოციალურ ქსელში, აი ზელენსკის ბედი ბოლოს დააკვირდით რა არის. ზელენსკის ბედი აი ეს არის და მაგრამ რეალურად ბედს გაიზიარებს ამას, მაგრამ სად აღმოჩნდება ბოლოს თქვენ თვითონ ნახავთ, ძალიან საინტერესო კლიპია.
ეხლა რომელი ჯობია ზელენსკისთვის ამათთან ერთად ყოფნა ბოლოსში რომ გაიღვიძა თუ, მაგრამ ერთი რამე არის, რომ მართლაც აი ძალიან მძიმე დასასრული ექნება მას, არც დასავლეთს აღარ უნდა ვხედავ ტრამპს და რუსეთი კიდე კბილებს რო ილეცავს და რო არაპატიებს იმას, რაც მან გააკეთა და უკრაინელი ხალხი მით უმეტეს არაპატიებს და დაიწყო კიევმა გაღვიძება და თქვენ ვის დროშებს აფრიალებთ, თქვენ უპატრონოებო. უკრაინელი ხალხი უკვე გამოდის ზელენსკის წინააღმდეგ და თქვენ ვის უკრაინის რა დროშებს აფრიალებთ? აი რას აფრიალებთ თავად უკრაინელი ხალხი ამ დროშების ფრიალს კი არა გლოვარი გამოცხადებული იქ იმის გამო რომ დაღუპა უკრაინა ზელენსკი. აი საოცარი ბატონო ლექსო, აი არ ვიცი, აი ესეთი პროცესები მიდის და ესენი ვის დროშებს აფრიალებთ? ბატონო ნიკოლოზ, უკრაინამ გაიღვიძა. მე მინდა რომ ყველას მიულოცო, რომ უკრაინამ გაიღვიძა, პირველ რიგში უკრაინელებს ულოცავ, რომ უკრაინამ გაიღვიძა, თორემ ეს ხოცვა ჟლეტა ალბათ კიდე წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა. სხვათა შორის პირველად ნახეთ ჩვენ უკრაინაში, როდესაც აქცია ჩატარდა, მოგეხსენებათ, აქციები აკრძალული იყო უკრაინაში და ფაქტიურად არ ტარდებოდა და დღევანდელი აქცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ თქვენი ეთერის მეშვეობით, ეს უკვე დასაწყისია იმის, რომ უკრაინამ გაიღვიძა და უკრაინაში ომი ძალიან მალე მორჩება. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იქითკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ომი გაჩერდება და საზღვრები აღარ გაიზრდება ამ ომის. აქედან გამომდინარე აუცილებელი არის რომ დავაფასოთ ის რაც გვაქვს დღეს, რომ ჩართულიყავით 3 წლის უკან აი ამ ბინძურ ომში, დღეს ალბათ საქართველოს აღარ იარსებებდა და მიუხედავად იმ ტრაგიკული დღისა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმბოლურად არის, ალბათ ზეიმიც უნდა იყოს ამ კუთხით, რომ დღეს რომ არა გონიერი ხელისუფალი, ჩვენ აუცილებლად ვიქნებოდით ძალიან მძიმე როგორც პოლიტიკურ მდგომარეობაში, ტერიტორიული კუთხით, თუნდაც სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში. ამიტომ ეს დღე დასაფასებელია ამ კუთხით და მისასალმებელია. და ყველა უკრაინელს ულოცავ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანებმა შეძლეს და აი ამ ტირანიას უთხრეს უარი და დარწმუნებული ვარ, ეს ომი ძალიან მალე დამთავრდება და ზელენსკი პასუხს აგებს აუცილებლად. ბატონო დავით, აი როგორ შეაფასებთ თვითონ აი ზელენსკისთან დაკავშირებით, აი როდესაც უკრაინის საკითხი განიხილეს ტრამპმა და მაკრონმა, აი ეს განცხადებები ძალიან საინტერესოა, თავად არესტოვიჩის ასევე განცხადებაც, რომ ფაქტობრივად დღეს უკრაინის ხელისუფლების ბედი არის გადაწყვეტილი, იმიტომ რომ ზელენსკის მოუწევს წასვლა და ახალი ხელისუფლება კიდე წავა სხვა რეალობაში აღმოჩნდება, იმიტომ რომ ის იძულებული იქნება წავიდეს დათმობებზე, იმიტომ რომ წინამძღოლ შემთხვევაში უკრაინა ფაქტობრივად აღარ იარსებებს, იმიტომ რომ დახმარება ეხლა ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ადრე იყო ტრამპის ხელისუფლების დროს. აღარ იქნება, კი არა, აღარ იქნება. აი ამ ზელენსკის ამ ჩანაწერის ფონზე მე მინდა ისე დაუბრუნდე იმ 25 თებერვლის თემას და ვთქვა, რომ 1921 წელში ჟორდანიას მთავრობის არაკომპეტენტობამ გამყიდველურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ სიტუაციაში, რაც მიიყვანა ზელენსკიმ უკრაინა. იგივე 1990-იან წლებში საქართველოს ხელისუფლება მიიყვანა დასავლეთზე გამოკიდებული ლოზუნგებით მიიყვანა ისევ მდგომარეობაში, რაც მიიყვანა ზელენსკიმ დღეს უკრაინა. დღევანდელ დღეს, როდესაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყოველივე ამას გადაგვარჩინა და მისი პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ქვეყანა გადაურჩა მესამედ ოკუპაციას დასავლეთის მხრიდან, მესამე ოკუპაციას გადაგვარჩინა და ეს დღეს ვინც გამოდიან და ხელისუფლების გინებაზე მიდიან, ისინი ყველანი უკვე თავის აზრის თავისუფლად გამოხატვას კი აღარ ახდენ. ესენი არიან ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი პიროვნებები, რომელიც ცოტა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით უნდა დაისაჯონ. ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება. ქვეყანა გადარჩა უკრაინიზაციას. გადარჩა, აი ამას გადავრჩით. თორემ ჩვენი ბოლო ეს იქნებოდა. ამათ რო აყოლოდით და ამათ რო აყოლოდა ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას. უნდა დააჩქარონ ამ ნაციონალურ მოძრაობის გასამართლება და ამათ კიდევ, აი ამათ, ვინც დღესაც გამოდიან, ესენი უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
მოღალატისთვის სულ ერთია რა მეთოდით მოღალატებს სამშობლოს. ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები, რომლებიც აშკარად გამოდიან იმ გონივრული პრაგმატული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყანა ამ ხელაუბედურებას გადაარჩინა. და რაც შეეხება ახლა უკრაინას უკრაინის ბედი მართლაც გადაწყვეტილია. როდესაც მოხდა საუდის არაბეთში შეხვედრა ამერიკის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, იქ გადაწყდა, რომ პირდაპირ აღიარებენ 4 ოლქის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის შემადგენლობაში. აღიარებენ. რჩება რამოდენიმე რუსულენოვანი ოლქი, ეს არის ოდესის ოლქი, ეს არის ხარკოვის ოლქი და ეს არის სუმის ოლქი, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს იგივე ანალოგიური რეფერენდუმები და იქ განისაზღვროს თუ რომელ სახელმწიფოში აირჩევენ ისინი გაერთიანებას რუსეთთან თუ უკრაინასთან. იმიტომ რომ 2014 წლის რევოლუცია კრიშატიკის რევოლუცია რომ მოხდა, უკრაინის რევოლუცია, მათ პირდაპირ შეტევა მიიტანეს უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობაზე. აკრძალეს რუსული ენა, აუკრძალეს რუსულად განათლების მიღება, აუკრძალეს რუსული საუბარი აუკრძალეს საერთოდ. ამოიღეს სახელმწიფო კონსტიტუციის სტატუსიდან. ამიტომ ამ ოლქებშიაც იქნება ყოველ შემთხვევაში ეს ჩატარებული. ამიტომ ფაქტიურად უკრაინა უკვე აღარ არის, დარჩება დასავლეთი უკრაინა. ეხლა ჩვენ იცით რა შეესაქმე, აი ჩვენ ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მეგობრებო, აი ამ ძიმე რეალობიდან, რომ ხვალ რომ არ ვინანოთ ჩვენ იმისი, რაც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს, ჩვენ უნდა გავატაროთ ძალიან სწრაფად ღონისძიებები. იცით, აღარ შეიძლება უკვე ქვეყანა იყოს მუდმივად აი ამ დაძაბულობის და აი ამ არეულობის რაღაცნაირად რიტმში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. დღეს არის ძალიან ისეთი ხელსაყრელი პირობები ამ მოღალატეების გასაწმენდად. ამერიკას ნამდვილად ჩვენთვის არცალია. ბაიდენისნაირი იდიოტი კიდე შეიძლება ხვალ მოვიდეს კიდევაც ხელისუფლებაში. ეხლა ამერიკა რაც არის, ვხედავთ ჩვენ, ეს ხან მოდის ხელისუფლება, რომელიც ზეწოლას ახორციელებს, ხან მოდის ხელისუფლება, რომელიც აი ამ ზეწოლას ასუსტებს. დღეს არის ხელისუფლება, რომელიც დაასუსტა ჩვენზე ზეწოლა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ აი ამ დასავლეთის და ამერიკის კლანჭებიდან და უნდა ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული, ჩვენი სიტყვაფადობა უნდა ავიყვანოთ იმ დონეზე, რომ გავწმიდოთ ყველა სტრუქტურები მოღალატეებისაგან, უნივერსიტეტები, განათლების სისტემა უნდა ჩავაყენოთ ქვეყნის ფერხულში და ფაქტობრივად მთელი სახელმწიფო მანქანამ უნდა იმუშაოს ქვეყანაზე. აი ეს ახალგაზრდებზე ჩვენ ძალიან გული გვწდება, მაგრამ ეს ახალგაზრდები არის ჩვენი მომავალი. შეცდენილი გაუკუღმართებული აზროვნების ახალგაზრდები, მაგრამ ესენი არიან. აი ჩვენ რო წავალთ სიტყვაზე ამ ქვეყნიდან, გავალთ უკვე აქტიური პოლიტიკიდან და პრინციპში ჩვენ იმის საშუალებაც არ გვეძლევა აქტიურ პოლიტიკაში ვიყოთ, ჩვენ მხოლოდ სტატუსის როლი გვაკისრია ჩვენ დასაუბედუროთ, მაგრამ ჩვენ თაობაზეა ლაპარაკი. აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც აი მოწამლულები არიან, თუ ამათ არ შეუცვალეთ ჩვენ თავისი აი ეს ჩამორჩენილობა განათლებაში, ჩამორჩენილობა აი ამ ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაში, ხვალ ხო ესენი დაანგრევენ ქვეყანას. არ დაანგრევენ, ესენი რომ მიუშვა სადავებთან ხო და ბოლო-ბოლო ესენი ხო უნდა მოვიდნენ, არა მომავალი ხო მაგათი არის და ჩვენ უნდა ვიძრუნოთ, რომ აი ეს ხიჩატეხილობა ამოვავსოთ, რომ რეალურად ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელშიც არ იქნება ადგილი მოღალატეებისათვის, რომ განათლების სისტემაზე, აი რამდენჯერ ვლაპარაკობ, არ შეიძლება განათლების სისტემა იყოს უცხო ქვეყნის სამსახურში. რომ ვიძახით, რომ ეს ახალგაზრდები დარბიან, რომ ვინ აღზარდა, ვის მივეცით სადავეები, ჩვენ თვითონ მივეცით საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს აღზრდილიყო ახალგაზრდობა, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგი. ევროკავშირის და უკრაინის დროშას აფრიალებენ, საქართველოს დროშა ფეხებზე კიდიათ. საქართველო არ აინტერესებს, მე მინდა ევროპა. მე საქართველო მინდა და შენ თუ გინდა ევროპა, წადი ევროპაში. და ამიტომ
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მეგობრებო, რომ სანამ დრო არის, რომ აი ბელორუსის პრეზიდენტმა რაც გააკეთა ლუკაშენკომ, ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ფაქტობრივად ყველა 90% ერთნაირად აზროვნებს, სახელმწიფოებრივად აზროვნებს. იქ განა სხვანაირი აზრები არ აქვს, მაგრამ მიდგომა სახელმწიფოებრივი ყველას ერთნაირი აქვს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 3 მილიონიანი ქვეყანაში 50% მოღალატე იყოს და 50 ქვეყნის სიყვარულით ახსოვს. ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. და დროზე არის საჭირო მოქმედებები და გავწმინდოთ უნდა მოღალატეებისგან ყველა სტრუქტურები. მე არ ვიცი ტრამპმა რაც გააკეთა, ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დავანგრიოთ განათლების სამინისტრო, აქ შევქმნათ ახალი სამინისტრო. გავწმინდოთ სახელმწიფო უწყებები. როგორ კაცო, კრიმინალებად გამოაცხადა სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელიც იყო ამერიკაში და ჩვენ რატო ველოლიავებით ამ ყველაფერს მაინტერესებს. რატო ველოლიავებით ამ ჩვენ ეხა დავითის და თამარის ეპოქა რო იყოს, უნდა გამოიყვანო განათლების სამინისტროში დასაქმებული ადგილები და მიახრიტო იქვე იმ განათლების სამინისტროს შენობაში. აი ღირსები არიან ეს ნაძირლები, იმიტომ რომ მაგათმა დაამახინჯეს ჩვენი ახალგაზრდობა. მაგათმა შეუწყეს ხელი იმას, რომ ლიცენზიები მისცეს იმ, რა ქვია, უნივერსიტეტებს, იმ სკოლებს და მათ მოიყვანეს სკოლებში ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც დაუმახინჯეს ჩვენ ახალგაზრდობას სულები. და ყველაფრის ღირსები არის ეს განათლების სამინისტროში, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე დიდი რეფორმა, უნივერსიტეტებს ლიცენზია უნდა შეუჩეროთ ჩვენ. და სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოვყაროთ ყველა ნაცი. იმიტომ რომ ნაცი უდრის სამშობლოს მოღალატეს. არ ვიცი ბატონო ლექსო, მე მგონი ამდენი ლოიალობა აღარ შეიძლება, იცით? გავიგეთ ესენი მოღალატეები რო არიან, მაგრამ ეხა ჩვენ ესე პინგ-პონგი ხوار უნდა ვითამაშოთ, არა? დრო არის რომ მართლაც და ლუსტრაცია მოხდეს. არა, ლუსტრაცია მომხდარია უკვე დიდი ხანია. ლუსტრაცია მოხდეს კიდე იმ დაფარული ნაცებით, რომლებიც ჯერ კიდევ მაინც იმყოფებიან გარკვეულწილად საჯარო სამსახურში. ეს ეგრეთ წოდებული ფარას კანონი, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ გზას გაუხსნის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში კატეგორიულად, ესე ვთქვათ, პირდაპირ იმპერატიულად დაისაჯოს ყველა ჩვენი ქვეყნის მოღალატე. მოგეხსენებათ, ბელარუსმა ეხლა ხანს მიიღო კანონი, სადაც ანუ კანონში შევიდა ცვლილებები საჯელის ნაწილში და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ჯაშუშობაში იქნებიან ბრალდებულები და შემდეგ უკვე მჟავრდებულები, ისინი გასამართლებიან და მათ შესაძლებელია დახვრეტაც კი მოუწიოთ. ანუ სახელმწიფომ გაამკაცრა პოლიტიკა ამ კუთხით. ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოს გაამკაცრებს პოლიტიკას ამ კუთხით და ყველა ჯაშუში, ვინც საქართველოს ინტერესებს აზიანებს და მე ვფიქრობ, ბატონო ნიკოლოზ, ის ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ნაცები არიან, ჯერ კიდევ შეფარულად სახელმწიფო უწყებებში და ცდილობენ რომ მოირგონ სიტუაცია, ეს ადამიანებიც აბსოლუტურად უნდა გასამართლდნენ იმ მუხლით, რა მუხლით არის ეს ეგრეთ წოდებული ესე ვთქვათ საბოტაჟი და ჯაშუშობა. ვინაიდან ჩვენ თუ სამართლებრივად შევაფასებთ ამ ყოველივეს, აქ გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ამოცანა არის სხვისი ქვეყნის ინტერესები. ანუ როგორც სხვა ქვეყანა დაავალებთ, ისე შეასრულონ და ისე იმოქმედონ. ზუსტად ასე იქცევიან ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სპექტრი, საპარლამენტო სპექტრი და ასევე ის საზოგადოება, რომლებიც ახლა ქუჩაში დადის და გაიძახის რაღაცა ოლეოლას და იქ რაღაც უთმატო სიტყვებს გაიძახიან. მე გულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ამ ხალხს, ესე ვთქვათ, დირიჟორები არიან და სათავეში არიან, თუ იქ არიან ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ვრმაიარაღად არიან გამოყენებულები და დარწმუნებული ვარ, დღეს თუ ხვალ გონს მოვლენ და სახელმწიფო სამსახურში ჩადგებიან. არ შეიძლება რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს, უკვე ფაქტია რომ აღარ არის ტრენდი, როგორც წინა ესე ვთქვათ თვეების უკან იყო, რომ ანუ პოპულარული იყო აქციაზე დგომა, ეს აღარ არის პოპულარული და თვითონ ეს ადამიანები, რომლებიც აქციაზე იდგნენ, თვითონ ესაუბრობდნენ, რომ 1000 სიბინძურე ხდებოდა აქციაზე, როცა იდგნენ, მაგალითად 1000 რაღაც სექტების გაერთიანება ხდებოდა, იქ რაღაცა ჯადუვითომ და ჯადოების გავრცელება ხდებოდა, იქ რაღაც თანხის დარიგება ხდებოდა და ამ ადამიანებს არ უნდათ ეს ყოველივე, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არ არის მათი პასეულებები და ღირებულებები და ამიტომ აუცილებელი იყო, რომ აღარ დამდგარიყვნენ აქციაზე და გამიჯნულიყვნენ ამ პროცესზე და ისინი გაემიჯნენ. და დღეს თუ ხვალ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქციების
დიდი ნაწილი გაემიჯნება და ფაქტურად ეს ეხლა თუ დაუშვათ 20 კაცი და 30 კაცი იკრიბება, ხვალ შეიძლება 5 და შეიძლება ეს 5 კაცი არ შეიკრიბოს. ხო, მაგრამ და ამიტომ არ შეიკრიბება ბატონ ნიკოლოზ, რომ საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, რომ ეს აქციები მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია უცხო ქვეყნის აგენტურასთან. არა, ეს გასაგებია 2-ჯერ 2-4-ი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ რა უნდა ვქნათ? ჩვენ უნდა დავიწყოთ უკვე რადიკალური ზონა. აი ტრამპმა რა გააკეთა? მივიდა USAID ფაქტობრივად გააჩერა. CRU გააჩერა, კაცო, CRU დაზვერვის სამსახური, იმიტომ რომ შიგნით იყო ჩანერგილი ბევრი ამერიკის მოღალატე. ამერიკის დაზვერვის სამსახური გააჩერა, კაცო. კაცმა განათლების სისტემა დაანგრია ის სამინისტრო. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ესე იგი ასეულობით სკოლის მასწავლებელი, დირექტორი, განათლების მუშაკი, რომლებიც პეტიციას მოაწერეს, ხელი მთავრობა ჩამოვაგდოთო და ბიძინა ძირსო და რაღაცაო, დღესაც თანამდებობებზე არიან, იცით თქვენ? ხო, მაგრამ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაიწყეს ამ ადამიანების ესე ვთქვა სამსახური და გათავისუფლება. ეს არ არის, ეს არის ძალიან ზღვაში წვეთი ერთეულები. აქ არის უყურეთ კონგლომერატი, სად არის ბოროტების ბუდი არის განათლების სამინისტრო. აი რაღაცა ის 8 ფეხა რო არის, ხო იცი? 8 ფეხას თავი. 8 ფეხას თავი არის განათლების სამინისტრო. დიახ. განათლების, ეხლა ჩვენ იქ მასწავლებლები, კი, ვიღაცები, ეხლა მაგალითად ერთ-ერთი ეს მასწავლებელი, სხვათაშორ თქვენ ახლა ნახსენეთ, მოდი შევეხები მეც ამ თემას. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აი ეს ქალბატონი, რომელიც ოლეოლა და დედის ტრაქს ვაგინებდა ჩვენს და მთელ საქართველოს, აი ეს განთავისუფლდა, ნახეთ. რამდენიმე პროცესი გაიმართება ამ სასამართლოში და მე მაქვს ასეთი განწყობა. ოლა კოცების დედისნა. ეს ქუთაისის მშვენება, ქალბატონი როინიშვილი, ეს ქუთაისის მე-6 სკოლაში ასწავლიდა თურმე, დაწერა მეო გამიშვესო. და ეს ქალბატონი გაუშვეს სამსახურიდან, კი ბატონო. მაგრამ ეს ეხლა ამისი გაშვებით ეგეთი როინიშვილები ძალიან ბევრი არის სხვათა შორის. მაგრამ ვინ შეუშვა ეს როინი? ქალი, რომელიც ესე იგი დედის ბოდიში და ოლეოლა და დედის ისაო. ეხლა წარმოგიდგენიათ ეგეთი მასწავლებლები რო გვეყოლება ჩვენ და იმიტოა ეს ბავშვები რო არიან. აი ეს აქციები რო იყო, სკოლის მასწავლებლები წერდნენ ბავშვებო წავედითო. ვერ გავიგე გენინსპექცია ხო არის ამ ბევრი ეხა ბატონო დავით თქვენს ეხა ადვოკატი მზადებით ეხა სამოხელეო დანაშაულით ეხლა ვიღაცებს კი არ უნდა უშვებდნენ ბორკილები უნდა დაადონ განათლების სამინისტროს მუშა სამოხელეო დანაშაული აბა რა არის გეტყვი სამოხელეო დანაშაული როდესაც ჩვენ დირექტორი მოუწოდე ბავშვებს რომ გავიდეთ ჩვენ სკოლის განათლების პროცესში ბავშვებს გავიდებთ ქუჩაში ეს ეხა დასაჭერი არ არის ეს ქალბატონი ეხლა კი არ უნდა გაენთავისუფლებინა და ეს როინიშვილი უნდა დაეჭირათ. განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები დასაჭერები არიან ყველანი. ჯერ ეს მინისტრი კიდე კაცმა არის ის საიდან მოიყვანეს, ეს იყო ადეიშვილის ხელის ბიჭი. ეს იყო კაცი, რომელიც ელექტრონული ხელმოწერა ჰქონდა ჩაბარებული ზურაბ ადეიშვილისგან. აი ამ მინისტრზე მაქვს საუბარი. წარმოგიდგენიათ ხალხო ადეიშვილის როგორი დობით სარგებლობდა რომ ელექტრონულ ხელმოწერას აკეთებდა ზურაბ ადეიშვილის როგორ მოხდა ეს კაცი განათლების სამინისტროთ მაინტერესებს ბატონმა ბიძინამ ყველაფერი ხო არ იცის კაცო ვინ ურჩევს ამ კანდიდატურებს საიდან მოყავთ ეს ხალხი თქვენ და ეს კაცი გაუშვებს ახლა იმ ნაცებს იქიდან ის მისი არ იყოს, ხო იცი, მე ესაო რა ქვია, ჩემთვის ხო არ მოვჭრიო კუცო, არა, იმისი არ იყოს და თავის იმებს ხო არ ნაცებს ხო არ გაუშვებს იქიდან, არა? და ამიტომ უნდა აი ბატონო ლექსო, არ ვიცი, უამრავი ადამიანი არის დასაჭერი, მე ახლა დაჭერა კი არავის არ მიხარია, მაგრამ განათლების სამინისტროში არის და სამოხელეო დანაშაულებები ჩაიდინეს ამ ხალხმა აქციების დროს. რახან განათლების თემა შევეხეთ, თემატურია და თქვენ ისნებართვით ერთს ვიტყვით რომ ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია რამოდენიმე უფლებადამცველმა და ამ კამპანიას დარწმუნებული ვარო საპატრიოტოც შეუერთდება და ერთობლიობაში უკვე საზოგადოებაც შეუერთდება და მე უკვე რა თქმა უნდა ხელისუფლებას გაიზიარებ ჩვენს პოზიციას ჩვენი ამოცანა არის რომ სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნდეს რელიგიის ისტორია რელიგიის ისტორია ამოღებულია დღესდღეობით სასწავლო პროცესიდან და ჩვენი სურვილი არის რომ რელიგიის ისტორია ისწავლებოდეს სკოლებში
და აღარ ხდებოდეს ჩვენი მომავალი თაობის გადაგვარება. დღესდღეობით რელიგია არ იციან ბავშვებმა, ლოცვა არ იციან ბავშვებმა, ახალგაზრდებმა და მხოლოდ და მხოლოდ ოჯახში თუ ასწავლიან. და ეს უნდა ისწავლებოდეს კვლავ სკოლაში. აქედან გამომდინარე ჩვენ ამისთვის დავგეგმეთ შესაბამისი კამპანია და დარწმუნებული ვარ რომ მთელი საზოგადოების დიდი ნაწილი ვისაც გული შეტკივა ჩვენს მომავალზე აღვლელობაზე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი ჩაერთვება აი ამ პროცესში. მე ყველა კონფესიას ავწევ პატივს, მაგრამ ეხლა თუ რელიგიის იმაზე სწავლაზე ეგ უნდა იყოს თუ რელიგია შემოვიდათ, უნდა იყოს ეს ქრისტიანული მარტო. ხო, ეს არა, ეხლა თუ აქ ჩვენ ეხლა ბოდიში და ქრისტიანულიც იყო, მუსლიმანურიც იყო, მაშინ მაგას ჯობეს ერთად შევიტანო. ნუ უყურეთ, ადრე იყო ხოლმე ქრისტიანული რელიგია. ხო და მაგას ვიძახი, მაგრამ ეხლა ადრე რო იყო, ადრე სხვა საზოგადოება იყო, სხვა მიდგომები იყო. და ეხლა სამწუხაროდ ამ ლიბერალიზმმა ადრე მასე რო ვლაპარაკობთ, გურიაში მეჩეთი არ იყო. მე მეჩეთის წინამდე კი არა ვარ, მაგრამ თურქეთის ფულით აშენდა გურია, თითქმის ესე იგი რო ჩახვალ, ესე იგი იმდენი მეჩეთი არ ვიცი. ბატონო ნიკოლო, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ ქრისტიანული რელიგია ისწავლოს. ხო, მაგრამ აქ არის სხვა აზრიც. თქვენ რო გაქვთ ეგ აზრი, სამწუხაროდ განათლების სამინისტროში ბავშვებს იქ სკოლაში ჩამოახსნევინეს ჯვრები და ხატები. იმიტომ რომ ესო, აქო სხვა კონფესიის ხალხიც არისო და დღეს თქვენ რომ მიხვიდეთ, ვერცერთ სკოლაში ვერ ნახავთ ხატსა და ჯვარს. ხო ეგ რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ ვიძახი ეგრე მარტივად აქტუალიზაცია უნდა მოხდეს. თქვენ რო ლაპარაკობთ ეგეთი მოწინააღმდეგები და ესო თქვა. გავიგე, მაგრამ თქვენ რო ლაპარაკობთ ეს სამწუხაროდ და იოლი გასაკეთებელი არ იქნება. შიგნით არის ლიბერალები და მე მაინტერესებს კიდე როდემდე უნდა იარსებობს ამ გენდერულმა საბჭოებმა. აი საკრებულოებში რო არის და იმებში პარლამენტშიც რო არის. რა უნდა ტრამპმა ესე იგი იმისი არ იყოს გამოიღვიძეთ ხალხო ტრამპმა დაანგრია ეგ სისტემა. რა დროს გენდერული საბჭოები კი არ უნდა იყოს, დემოგრაფიული საბჭოები უნდა იყოს. დემოგრაფიული საბჭოები უნდა იყოს. ანუ აქ ჩვენთან კიდე ვერ ჩამოაღწია ეთყობა იმ ტრამპის იმან, რაც გააკეთა ტრამპმა ამერიკაში. ჩვენ კიდე ეთყობა ველოდებით, რომ ტრამპი გამოგვიგზავნის წერილს, გააუქმეთ გენდერული საბჭოები. მოახდინეთ რეორგანიზება, განათლები, ამას ველოდებით ჩვენ? თბილად არიან, თბილად. არა, ამას ველოდებით? ნუ ესეც ჩანს. და შეიძლება დიდხანს ველოდოთ კიდე. მთელი მსოფლიო წავიდა ლიბერალიზმის წინააღმდეგ. ჩვენ რა გჭირს ხალხო? კი, გასაგებია რომ ხელისუფლების 95% პორტირებული ნაცები არიან, მაგრამ სტალინმა ტროცკისტების რო ვერ გამოასურა ვერანაირად, მიყვა და სხიპა და იმათ ლიდერს მექსიკაში მოუმთავრა ბოლო. ეს ამათი ლიდერი რო ზის და იქიდან დირექტივებს რო იძლევა და გადაცემა სასამართლო პროცესი რო პროპაგანდის არხად გადააქცია და გამოდის სიტყვებით გადაიყვანეთ თავის ადგილზე სადაც ეკუთვნის კაცო ყოფნა. რამდენი წელი უნდა გეჯდეთ ასეთ სასათბურე პირობებში? ხო უნდა აღმოიფხვრას, ვიქცევით, ვინგრევით, შინაგანად. დამთავრდა დასავლეთის ლიბერალიზმი, დამთავრდა მსოფლიოში. ჩვენთან როდის შემოეგ არ ვიცით ახლა, როცა ოჯახური ტრადიციული ღირებულებების გრევა მიდიოდა, ძალიან სწრაფი ტემპით წავიდა ეს გრევა იმ ასე ვთქვათ დისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ. რატო წელავთ ამდენი ხანი? დაამთავრეთ ლიბერალიზმი. ის რაც იყო და რაც წაგვართვეს, აღვადგინოთ ის და ესენი გაუშვათ აქედან, მოვაცილოთ ხელისუფლებას. ხელისუფლებას მოვაცილეთ. იმის შიში ნუ გაქვთ რომ კადრი არის, კადრის მეტი რა არის. ესენი ყველა მომზადებულები არიან ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ერის გასახწნელად, დემოგრაფიული მონაცემების გასაუარესებლად, ქართველი ერის საარსებო გარემოს გასაუარესებლად. 2003 წლის მერე რაც დაიწყო, დღემდე იმ ინერციით გრძელდება და ხო უნდა დასრულდეს. თუ დაუშვათ 5 წლის უკან იყო სიკვდილიანობა 1500 ერთეულით მეტი, დღეს უკვე 9000 ერთეულით არის გადაჭარბებული. და 450,000 კაცია გაქცეული ქვეყნიდან 2020 წლის შემდეგ. ეს ხო ჰაერიდან მოტანილი ციფრები არ არის, ეს ხო ოფიციალური მონაცემებია. დავამთავროთ ლიბერალიზმი, თორე აქ ქვეყანა აღარ დაგვრჩება. ამათ ადგილზე მოდიან და შემოდიან, კაცო ეს ურჯულეები, უჯიშოები.
ეხლა გინდა არ გინდა 10-დან 1 თუ არა 50-დან 1 ის ურჯულო რომელიც არის ხო ქართულ ქალზე ქორწინდება ხო ოჯახს ქმნის ხო ამათი შვილები მრავლდებიან იმას ქართული რაღა არა ერთი რამეა რა უყურეთ აქ ჩვენ ყველაზე დიდი სამუშაო სადაც აგვაქვს ეს არის განათლების სისტემა და ნაცების ამოძირკვა კაცმა კაცო გეუნებით რა ქვია ცერეუს მუშაობა შეაჩერა იმიტომ რომ იქ იყო ტრამპის მოწინააღმდეგე ამერიკის მტრები და ჩვენ ცერეუ კი არა განათლების სამინისტროში ვერ გაგვიკეთებია რეფორმა მე არ ვიცი აი როდესაც ეს პროცესები იყო მე მეგონა რომ პირველ რიგში რასაც იზამდნენ გამოყრიდნენ უნივერსიტეტები რომლებიც არის ამ ბენდუხიძის ამ შეიძლება გიული ალასანიას უნივერსიტეტი ქონდეს აგერ ბატონი ლექსო ვიცის ეს თემები იქ რა როგორი კორუფციული სქემები არის და რა ხდება ხო შეიძლება კაცო თქვენ შვილებს მაინც დაელაპარაკეთ მიხვდებით რა დღეში არის პარლამენტის დეპუტატების შვილები და მინისტრების შვილები რომ იქ იმაში რა ქვია ანტისამთავრობო მიტინგებზე იყვნენ შვილები ვერ დაგიკავებიათ ვერ უნდა მიხვდეთ რომ რა უნდა გააკეთოთ იქ აკაცო სირცხვილია ხალხო სირცხვილი ეს ყველაფერი რა იქ სტამბულის კონვენციიდან არ უნდა გამოვიდეთ კიდე სტამბულის კონვენციიდან თურქეთი გამოვიდა თვითონ იმ კონვენციიდან რომელთაც კაცები ფაქტობრივად საქართველოში აღარ დატოვეს დაუჭერენ თურქეთი გამოვიდა სტამბულის კონვენციიდან და ჩვენ იმ კონვენციის წევრი ვართ კიდე რა და აი ამ დებილი ქალების აი ამ უწვინო არსებების და აი ამ სულელი არსებების ესე იგი აი ამ ციკვინზე უნდა ვიაროთ კაცო აი ამ სულით მახინჯი არსებების დაკრულზე როდემდე უნდა ვიცეკოთ რა არ ვიცი აი რა ვიცი ანუ წარმოუდგენელია რა რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში კვლავ სამწუხაროდ სასამართლოშიც ესე ვთქვათ ტრენდი ან პოპულარულია ეს საკითხი სტამბულის კონვენცია და კაცის ციხეში ქალი სულ მოკლედ მართალია რაც არ უნდა თქვას ანუ მოუყვა იქ იმ მართალია ანუ ესეთი პოზიციები ჩვენს ქვეყანაში მიდგომები უნდა შეიცვალოს თან სამწუხარო ის არის რომ ყველას ციხეში უშვებენ ბატონ ნიკოლოზ და ერის გენოფონდის გადაგვარება ხდება ოჯახები ინგრევა ანუ ამით სტატისტიკას რო შევხედოთ ხომ დღითი დღე საჯავროეს მიმართ სამოქალაქო რეესს მიმართავს უფრო მეტი ადამიანი ვიდრე გასულ წელს და ითხოვენ ქორწინების შეწყვეტას ეს ნიშნავს იმას რომ ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა ხომ კარგს ვერაფერი ანუ კარგისკენ არ წავალ პირიქით როცა უნდა ქვეყანა უნდა გვაძლევდეს იმის ბიძღს რომ გავძლიერდეთ და რაღაცა ოჯახი შევინარჩუნოთ და ყველანაირად ხელს გვიწყობდეს აი ამ მიმართულებით უნდა განვითარდეთ და ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის ვიც ესე ვფიქრობ და კონსერვატიული ესე ვთქვათ სპექტრი ვართ რომ ამ მიმართულებები ესეთი საკითხები უფრო და უფრო გავაცხოველოთ და უფრო აქტუალური გავხადოთ როგორც მაგალითად წეგა როგორც აღნიშნე რელიგიის სწავლება საგამართლო სისტემაში ასევე თუნდაც მართლმსაჯულებაში რომ არ იყოს მსგავსი მიდგომა რომ ესე ოჯახები ინგრეოდეს და კაცები ყველანი ციხეში მიდიოდნენ და შემდეგ ამას უამრავი თუნდაც გენოფონდის დაკარგვა და რაღაცა სოციალური და ეკონომიკური პრობლემები მოსდებდეს და ასე შემდეგ ამიტომ ეს საკითხები ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში და აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ და არა იმაზე თუ აი ხა როგორც გამოდიოდნენ და არა რუსულ კანონს ესე ვთქვათ გაჩხავიან ხო რა შუაშია ჯერ რუსული კანონი ხა რასაც იძახიან სად არის აქ რუსული კანონი როდესაც კიდევ ერთხელ ვიძახი რომ აბსოლუტურად მოხდა ლუსტრაცია იმ ადამიანების იმ ეგრეთ წოდებული NGO-ების რომლებიც ახლა გამოდიან და დგანა და რამხელა მოგებები ქონიათ და რამხელა თანხებს იღებდნენ ბატონ ნიკოლოზ აი მე პირადად ეს იყო ჩემთვის შოკური მდგომარეობა რომ გავიგე რომ თვითონ ადამიანს 28 მილიონი დოლარი 14 მილიონი დოლარი და სახელი გვარები რო იყო ჩამოთვლილი თქვენ წარმოგიდგენია აი ხა თქვენ 28 მილიონ დოლარს რომ ადამიანს მიცემ ეს თან ესეთი ურჯულოები ესეთი გამყიდველები ხო რავი შეიძლება საკუთარი დედა საკუთარი მამა საკუთარი და საკუთარი ძმა გაწიროს ხო და ამათი როგორ გჯერავთ აი ხალხო თქვენ მოგმართავთ რა როგორ გაგჯერავთ და როგორ იჯერებთ აი ამ ტყუილებს რა ტყუილებიც მათი ტელევიზიებიდან მოდის როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანების ნააზრევი გავიაზრო და თავისოთ ეს ადამიანები არიან მხარეები არიან მათ ალაპარაკებთ ფული
და იმ ძალაუფლების დაკარგვის შიშით რა მთელი 30 წლის განმავლობაში აქვთ 30 წლის განმავლობაში ფინანსდებიან ხალხო გარე ძალებისგან ეგრეთ წოდებული დასავლეთისგან და მილიონებს იღებენ და ჩვენ რა დღეში ვართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ არ გავიყიდოთ აი ესეთი მანქურთები არ გავხდეთ აი ეს არის მნიშვნელოვანი და ცოტა გონსმოდით რა თუ ვართ უმრავლესობა უნდა ვიყოთ უმრავლესობა და უმრავლესობა უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და უნდა თუ ისინი გვაბულინგებენ ჩვენც უნდა გინდა არ გინდა უნდა ვთქვათ რომ ეს არის ცუდი და ამის არ უნდა მოგვერიდოს სადაც არ უნდა მუშაობდით ეგრეთ წოდებულ რა ვიცი სახელმწიფო სამსახურში იქნება რაღაც პროფილაქტიკაში იქნება მეცნიერი იქნება ეს თუ არ უნდა გეშინოდეთ და თქვენი ხმამაღლა უნდა ამოიღო და უნდა თქვათ სათქმელი რაც გაქვთ აი როგორ ჩვენ მაგალითად ვცდილობთ რომ ჩვენი სათქმელი და ჩვენი გულის ტკივილი ესე მოგაწყვდინოთ თქვენს ანალოგიურად ეს სოციალური ქსელები იქნება თუ პირადი საუბრები იქნება აი ესე ხმამაღლად არ უნდა ქვეყნის სიყვარული არ უნდა ეგრეთ წოდებული გეგრეხებოდეთ რა და პირიქით სწორ ეგზას დადგახართ ვინც აი ამ მანქურთების აქციებს გმობთ და არ გეხართ იმ აქციებზე და თამამად ეუბნებით რომ ეს ადამიანები არიან მოსყიდულები და ქვეყნის მტრები არიან აი ესე უნდა იქცეოდეთ და არა ისე რომ მაგალითად ხანდახან რაღაც თქვენგან მესმის ხომ რაღაც პრანჭიულ რაღაცა გამონათქვამები და ისეთი სიტყვები რომ თითქოს მამათას იზიარებ და თითქოს ჩვენს ასაც იზიარებ ეს არ გამოვა რა შუა შისტობა ჩვენს ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ან უნდა იყო ქვეყნის სამსახურში ან უნდა იყო ქვეყნის მტრებისკენ და უნდა ჩამოყალიბდეს საით უნდა იყოთ სხვანაირად ვერ განვითარდება ეს ქვეყანა და ვერ შევდგებით როგორც ერი წაგულეკავენ უამრავი მტერი ყავს ხო ხედავთ რა დღეში ვართ ხო ხედავთ რომ როგორ გვებძვიან რა ყველანაირად გვებძვიან არა მე თქვენ გეთანხმებით იმაში მეც უამრავი საქმე მაქვს აი ამ ოჯახურ ძალადობაზე მე ხა კიდევ ერთხელ მე არ მინდა ისე გაიგოთ რომ ხა ყველა კაცი ანგელოზი არის ერთმა ადამიანმა მაგას არავინ არ იცახის ბატონო ნიკოლოს ერთმა არა ერთმა მითხრა რა რომ აი თქვენ ხშირად საუბრობთ ამაზე თლათმასეც არის ბიჭო ხა კაიფს მე კაი ისაო რა ქვია თქმელს კაი გამგონე ჭირდებაო ჩვენ იმას კი არ ვლაპარაკობთ რომ ყველა ესე იგი მამაკაცი რომელიც პასუხისგებაში ეძლევა ყველა არის მართან არა რა თქმა უნდა მოძალადეებიც არიან მაგრამ იცით რა არ შეიძლება რომ ესე ინგრეოდეს ოჯახები და ესე ნადგურდებოდეს მამაკაცის თვითონ მამაკაცები ნადგურდებოდნენ დღეს იცით რა როგორი ტრენდი შემოვიდა რომ კაცი თუ კი სოციალურად დაბლა დგას მამა იმაზე რა ქვია ქალზე თურმე ხალი არ უნდა გაყვეს სოლად იმ კაცს ვინც ნაკლებ ხელფას იღებს მამაკაცთან ამას ღიად საუბრობენ გესმის მე რატო უნდა გავყვეოთ სოლათო ისეთ კაცო რომელიცო ჩემზე ნაკლებს გამოიმუშავებსო მაშინ მას ახლა კაცმაც უნდა იფიქროს და ოჯახი აღარ უნდა შეიქმნას იმიტომ რომ ხა თუ ასე მიუდგებით ჩვენ იმას ესე იგი ესეთი რამე ვერ მოხდება და ამიტომაც ოჯახები აღარ იქნება ესე იგი აი თქვენც ალბათ რესტორანში რო წახვალ ქალები ზიან სუფრაზე, კაცები, იმიტომ რომ დღეს ეს აი რა ხდება, იცით? კაცების სამსახური საქართველოში არ არის, იმიტომ რომ საწარმოები ქახდება ფაბრიკებით და დაინგრა დაკუცმაცდა. არის რა სამსახურები ბანკებში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები, სახელმწიფო უწყებებში, ან კანცელარიებში, მთავრობებში თუ ქალები არიან დასაქმებულები. ერთადერთი სამშენებლო სექტორშია დასაქმებული მამაკაცები. და ესე იგი მამაკაცი აი მე არ ვამართლებ არც ნარკოტიკის მიდრეკილ მამაკაცებს არ ვამართლებ იმ ლუდომანით შეპრობილ ადამიანებს მაგრამ იცით რა არის მამაკაცს ქართველი კაცი დააჩლუნგეს ქართველი კაცი გაანადგურეს კაც რომელსაც სამსახური არ აქვს კაც რომელსაც ჯიბეში ფული არ აქვს ის კაცი აღარ არის იმიტომ რომ აი მე ზოგჯერ გამიგია რომ აღარ არის ის ქართველი კაცი როგორ იქნება ისეთი ქართველი კაცი კაც რო ფული არ ეკდება რანაირად იქნება ის ქართველი კაცი ისეთი როგორიც ადრე იყო ადრე იმიტომ იყო ის ქართველი კაცი ისეთი გულუხვი ისეთი რომ აი ბოდიში და რასაც უნდა დაკეთებდა იმიტომ რომ იყო რეალიზირებული დღეს რეალიზირებული არ არის ქართველი კაცი და მე რო ლანძღავთ იმ კაცებსაც კიდე ცოლი რატო გაუშვა იქ უცხოეთში სამწუხაროდ ისეთი სისტემა შექმნეს ამ დასავლეთში რომ კაცი სამსახურს ვერ იშოვის იმიტომ რომ დასაქმების სფეროში არის ქალები იქ ახლა მომბლელებად კაცმა რომ მაგალითად იმუშაოს რომ იქ უნდა კონდეს შრომის უფლება უნდა კონდეს რაღაც 1000 ბიუროკრატიული სისტემაა ჩართული და ვერ შეულობს კაცს მე ხა კი არ კაცების ადვოკატი კი არ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ განადგურება ხდება ამ კაცების თვითონ აი
ქართველი კაცის განადგურება სააკაშვილმა დაიწყო ქართველი კაცის განადგურება, როდესაც ჩაყარა ციხეში ყველა და დღეს გრძელდება სხვა სისტემით. ადრე სხვა სისტემით დადგურდება და მაინტერესებს კაცების მოტანილია ეს ქვეყანა. ბრძოლის ველზე ვინ გადიოდა მაინტერესებს და ეხა იცით რა შეასაქმე დღეს ეხლა მიდის ყველა გინდა არ გინდა ქართველი კაცი უვარგისია ქართველი კაცი ის არის მე მაინტერესებს ამ იდეოლოგიით აღზრდილები რაშვილები უნდა გაზარდოთ რა და ეს ხალი რო გეყოლება კიდე რა ქვია იმათ ქართლის დედად კიდე სამარცხვინო არსება თქვენ რო ლაპარაკობთ პროკურატურაშიო აი საქმეებიო გენერალური პროკურატურის სტრატეგიას განსაზღვრავს ბაია პატარაია იცით თქვენ რამდენჯერ პროკურატურაში ეს ხალი იქა მინახია რო გამოდის აი ხო რა ვიცი არ ვიცი რა ცოდოცარი ბავში ხა მაგას რო ეუბნები რომ აფხაზეთ უნდა დაიბრუნოს რა ცოდოა ბავში რომ მაგაზე ფიქრობს აი ხალი რო იმას იტყვის რომ თურმე ბავში რო იმას ფიქრობს რომ აფხაზეთით ცოდო არის არა იმაზე უნდა იფიქროს რომ ისა რა ქვია ბოდიში და LGBT გახდეს და ის დროშა აფრიალოს იმის აი ეს სახე გეყოლება ბატონიკოს ხო ეს არის სირცხვილი რა სირცხვილი და თავის მოჭრა რომ აი არანაირი ფასეულობები არ გააჩნიათ არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ და როგორ ქილიკით იგდებ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას როგორ ქილიკით უდგება იმ აბა რაზე უნდა იფიქროს ჩვენმა მომავალმა თაობამ არ უნდა იფიქროს როგორ დაიბრუნოს ტერიტორიები როგორ იზრუნოს ის რომ ძლიერი ქვეყანაში იცხოვროს და ძლიერი ქვეყანა შექმნას აბა რაზე უნდა იზრუნოს მითხარით ერთი რაზე უნდა იზრუნოს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს აი ამ გარყვნილ საზოგადოებაზე რომ გინდათ რომ გადააჯიშოთ და გადააგვაროთ და ხალი არ იყოს და კაცი არ იყოს ესე საზოგადოებაზე უნდა იზრუნოს შემირცხვენია თქვენი აი ესეთი მიდგომები და თქვენი ლიდერობა შემირცხვენია და ის შემირცხვენია კიდე ვინც აი ესე შენ გაფინანსებს რა და სირცხვილია რომ შენ ხარ რაღაცა ფემინისტური რაღაცა იდეოლოგიის ერთ-ერთი ლიდერი შენ ვერასდროს ვერ იქნებ ფემინისტური იდეოლოგიის ლიდერი, იმიტომ რომ ის ფემინისტებიც, რომლებიც რეალურად არიან და ფემინიზმი ზოგადად იმას გულისხმობს, რომ ჯერ სამშობლო უნდა გიყვარდეს და მერე კი ბატონო, ყველა უნდა გიყვარდეს ნებისმიერ შემთხვევაში ეს გენდერული ნიშნით იქნება თუ სხვა კუთხით იქნება. მაგრამ თქვენ სამშობლო არ გიყვარს, უსამშობლოები ხართ და რა ფემინიზმზე მელაპარაკებით და როგორ უნდა დაგიჯეროთო თქვენ მართლაც და პატრიოტები ხართ და გულანთებული ქართველები ხართ. ამიტომ რო ხედავთ რომ საზოგადოება თუ ვინახარ და რაც ხართ მაგიტომაც ხართ იაქები, მაგიტომაც ხართ. თქვენ ვერასდროს ვერ იქნებით, ბევრი ვერასდროს ვერ იქნებით. და ეს დაიმახსოვრეთ, თქვენი დრო ისედაც წასული იყო, მაგრამ ეხლა უფრო და უფრო მიდის. აი ამ რაღაცა თქვენმა ფართხაფურთხმა გამოაჩინა თუ ვინ ხართ და რა ხართ. ბატონო დავით, არ ვიცი თქვენც ჩართული ხართ ჩვენ ეხლა ადვოკატები ვართ სამივე და ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ დასავლეთმა ჩვენ წაგვართვა ქართველი ხალი. ყველაზე არის თქმის, მაგრამ მე ძალიან გული მწყდება, რომ ქართველი ხალი იყო კტევამოსილების, სიწმინდის და რაღაც ისათუთის განსახიერება. ქართველი ხალი მე არ მინდა რომ TikTok-ზე იხდიდეს ტანზე და შიშველი მე არ ვიცი, აი სოციალური ქსელები აიღე, გინდათ გადი ქუჩაში. აი მე ხო იძახდით რომ აი 37 მანეთად იქ ჩახვალ რუსეთში არის მე რუსეთში ხშირად ჩავდივარ და ამდენი შიშველი ხალი ქუჩაში მე არ მინახია სიმართლე რო გითხრა რა და ოჯახური ტრადიციებისადმი მიდრეკილება არის სხვა დღეს ოჯახში რაღაცა თუ რამე გაფაფხურდება ყველა ოჯახი ინგრევა იმიტომ რომ სამწუხაროდ სათანადო დონეზე არ ჩვენი სასულიერო პირები არ დგანან ყოველდღიურად უნდა იყოს ამაზე მუშაობა მრევლთან რომ არ შეიძლება ოჯახები ასე დაანგრიო ყველგან ხდება უთანხმოება და არ შეიძლება ის რომ ქართველი ხალი იყოს გახტილი ჩახტილი და არ შეიძლება ესე რას გვანან როგორ დადიან და როგორ ექცევიან კაცებს და რა ვიცი მე რა ხდება საერთოდ რა და ესე იგი ესეთი მიდგომა რომ რატო უნდა გავთხოვდე არც თხოვდებიან არც იმიტომ რომ არ უნდათ ეს ისა რა დაიდგან ის უღელი იმიტომ რომ არის უღელი ოჯახი იმიტომ რომ ოჯახი არ არის ეხლა ყველა რაღაც თავისუფლების შეზღუდვაც არის იმიტომ რომ ეხლა ისე ვერ იქნები როგორც და დღეს აი მოიშალა ეს ყველაფერი შახაბასმა თქვა რომ ქართველი თუ გინდა გადააჯიშო ვენახი უნდა აჩეხოსო რწმენა უნდა შეიმასქნასო რა ქვია შეიცვალოსო და ხალი უნდა კიდე სხვა გზით წავიდესო და მე მგონი რომ სამივე გზით მივდივართ აქტიურად რა
დასავლეთმა ოჯახი წაგვარდა, ქართული ოჯახი წაგვარდა. თავისთავად იქ ქალიც დაიკარგა და კაციც დაიკარგა, მაგრამ ყოველივე ამ დაკარგვაში ის ტრაგედია, რომ თაობა იზრდება მშობლების გარეშე და ის თაობა უკვე აღარ ნახეთ ქუჩაში ვინ არიან, ძალიან ადვილად ეკცევიან ამ დასავლური პროპაგანდის ქვეშ, იმიტომ რომ დედა დასავლეთის პროპაგანდის ქვეშ არის, მამა დასავლეთის პროპაგანდის ქვეშ არის, ამაში ისინი გასამჯელოს ხებულობენ, ამით ისინი ოჯახებს ინახავენ და თავისთავად ამ გარემოში გაზრდილი შვილიც ფაქტიურად დაკარგულია და აგერ ყავს ჩვენის პოლიტიკოსები, ლიბერალისტი პოლიტიკოსები, რომელთა ესტაფეტა მათმა შვილებმა გადაიბარა და გამოდიან უკვე ასე ვთქვათ, მშობლებზე უფრო გახცნილი იდეებით და გახცნილი საქციელით. იცით თქვენ ახლა რომელი პოლიტიკოს შვილებიც დგანან იმ აქციებზე. რაც წაგვართვეს, ის უნდა დავიბრუნოთ. ამის დაბრუნების გარანტია არის სახელმწიფო. სახელმწიფო უნდა როგორც თავს მოახვია სააკაშვილის ხელისუფლებამ, აი ეს ლიბერალისტული იდეები, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ლიბერალისტული იდეები უნდა აკრძალოს, უნდა ის განათლების სამინისტროა თუ რაც არის, უნდა გაანთავისუფლოს ამ მოწამლული იდეოლოგიის მქონე ხალხისგან, ამ პორტირებული ნაცებისგან. ეს თუ არ გაკეთდა, დაიშლება, ოჯახი დაიშლება ბოლომდე და უკვე იქეთ მივდივართ, კაცო, უკვე შობადობა მცირდება. 450,000 შრომის უნარიანი კაცია ქვეყნიდან გასული, რაღა დარჩა, ვიღა დარჩა. შემოდიან უცხო ქვეყნის და ისინი იკავებენ მათ ადგილს. 25,000 მარტო ჩინელს მისცეს საქართველოს მოქალაქეობა და ქართველები, რომლებსაც ჰქონდა მოქალაქეობა და რაღაც ამ ტრაგედიების გამო იძულებული გახდა თავის გადასარჩენად ან რუსეთში გადახვეწილი იყო, ან დასავლეთში გადახვეწილი იყო და იქ რაღაც ასე ვთქვათ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრა და ეხლა ცდილობს უკან დაბრუნდეს საქართველოში და მოქალაქეობა აღიდგინოს. იმას უარსეუბნებიან, კაცო. და ამათ ჩვეულებრივად დაწუხებით რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ეუბნებიან. უამრავი ადამიანი მომართავს და მე არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ყაველაშვილი, რომელიც განსხვავებით ზურაბიშვილისგან არის ნამდვილად მე მჯერა, რომ პატრიოტი კაცია, აი ამ მიმართულებით რაღაც გარკვეულწილად ცვლილებებს განახორციელებს. შეჩერებულია, წლობით არის შეჩერებული, 3 წელია შეჩერებული. მოდი ამ საკითხებზე ჩვენ უკვე გავაგრძელოთ შემდგომ გადაცემაში საუბარი. ამით მე ჩვენთვის გაყურებით რომ ამოიწურა, მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სტუმრებს, ბატონი დავით ზირაქიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ადვოკატი, სამართლის ექსპერტი, უფლებადამცველი, ბატონი ლექსო კობაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ დაგემშვიდობები ძვირფას ტელემაყურებლებო და მე იმედი მაქვს რომ აი რითაც დავიწყე მე ჩემი გული მაინც დასავლეთ საქართველოსკენ არის, ჩემი გურიისკენ, აჭარისკენ, იმერეთისკენ, ყველა ნერვიულობ და იმედია რომ მშვიდობიანი ღამე იქნება. ბევრი ადამიანი სითბოს ნახავს, კიდევ ვითხები მეორე თავდაცვის ძალები შევიდნენ უკვე დასავლეთ საქართველოში, ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ დახმარება გაეწიოს ჩვენს მოსახლეობას, ნუაყვებით ამ ნაც ჟურნალისტებს, რომლებიც სვავებივით არიან იქ რომ რაღაცა მხოლოდ ცუდი მიაწოდონ მოსახლეობას, ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს რომ სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება ჩვენს დასავლეთის რეგიონში და ხალხი ნამდვილად ჩვებას იგრძნობს აი ამ უახლოეს საათებში. კარგად იყავით და შევხვდებით ხვალ უკვე.